გამარჯობა. გამარჯობა. იმა საათი დამაგდა შენგან. საათი 11:16:47 რაღაც უხშირეთ ეს 12-13-ებს. არ მოგწონს? აი, პირიქით, გასა. გუშინ ხო გვიყურე რამდენი ვისაუბრეთ ესე იგი. კი, როგორ არა. როგორ ახარ დღეს სერიოზული თამაში გვაქვს 6 საათზე სალომე ემზადები? სერიოზული თამაში გვაქვს? მიყვარს მისი პასუხი. რატომაც არა 6 საათზე მე დარწმუნებული ვარ სტადიონი სავსე იქნება ტელემაყურებლებიც იყო იმიტომ რომ დაიწყეს მეთების გაყიდვა 2 საათში გაიყიდა მაშინ ჯერ 2-3 კვირის წინ და იქაც ჩვენ ვიყავი და ეხლა აქაც რო ჩვენ ვიქნებით იქ თან საკუთარ მოედანზე უფრო ძლიერები ვიყავით იქაც საკუთარი მოედანი იყო ფაქტობრივად ვინც ვერ შეიძინა ბილეთები ტერიტორიები ჩვენ ვიყავით და ცოტა იყვნენ ადგილობრივები ეს იყო ოჯახები ბავშვები მეგობრები დღეს წელი ჟრიამულია მოკლედ დამოკიდებულება არ სერიოზული თამაში იყო საბერძნეთთან 26 მარტს ხო მახსოვს მაშინ ეს არის მე ესეთი დარწმუნებული ნაკრები ეს საერთოდ რა გინერვიულებდა ეს როზი ხარ რაღაცნაირად ხო ეხლა არ ხოვიროდი არ გიხაროდა გოლებს რო ვიტანდი არა როგორ არ ვიხარო საყვირალი დაიყო მაგრამ არა თურქეთთანაც კარგი დაძაბული პირველი თამაში ქონდა მაშინ გერმანია მე ეს იყო ეგერი უკვე მან დასაკარგი არაფერი აღარ ქონდა ევროპაზე კაცო რომ გავედით უკვე ჯგუფში და ის 26 მარტის ნუ ის იყო სერიოზული და ეს არის ჩოულები ეს არის ჩვენ ბევრად უკეთესი გუნდი ვართ რაც დამტკიცდა პირველ თამაში ხვიჩას გარეშე მოუგეთ და უბრალოდ რა არის იცი რომ ეს ცნელი რო არის ეს ისა რა ქვია არა იმათი ნიდერლანდები თავიდან იძახდა რომ რაღაც ქართველებს უკეთე მე ეტყობები დაიბარეს ფედერაციაში და უთხეს წესიერად ილაპარაკე შენო რა ახლა შეცვალა რიტორიკა მე თქვა რომ ჩვენ რევანში უნდა ავიღო რაღაცები ეხლა ვიღაც ფეხბურთელი გაექცა გუშინ ან ძირითადად თამაყერი ან წავალო და ამან უთხრა რაო და ააო და კარგად იყავი და წავიდა ის ანუ დღევანდელი თამაში იქნება ისეთი მოვიგოთ ნერვების აშლის გარეშე ხვიჩა იქნება ეხლა ხვიჩა ისეთი თემა რომ აი მსახიობის საყურებლად თეატრში რომ მივხავ ვიღაც კონკრეტულად ხვიჩა ეგეთი თემა არის დანარჩენებმა ყველამ ძალიან მაგრად თამაშა მიქაუტაძემ თავის ყოფილს რომელიც აიაქსში არ ათამაშებდა ორჯერ გლიჯა და ესე რა მოკლედ ეხლა ეს ჩვენი გუნდი ბევრად წინ არის ეხლა იმაზე და აქედან გამომდინარე ერთი კითხვა და დავამთავრე დამაჯერებლად კარგად უნდა მოვიდოთ ერთი კითხვა და დავამთავრე როგორც დილეტანტს ეს დღევანდელი გამარჯვება რამდენითაც არ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ წაგვადგება რომ სხვა გუნდში კი არა და სხვა საფეხურზე გადავიდეთ და ურჩებით ისევ იქ სადაც ვართ თუ ვარდებით საერთოდ არა რასაც ვარ კაცო ბ დივიზიონში გადავდივართ პირველად ცეში ხო არ დაუბრუნდებით არა იმიტომ თამაშობთ მაგას რომ ცეში არ დაუბრუნდა არ ჩავიწიოთ და მაინც მნიშვნელოვანია და წარმატება ჩვენ აგარიში ისეთ თემა ეხა გასულები რო ვართ ну რა თქმა უნდა ეხა არის ხომ ეს არ თქვა რაღაცა ჰოპს არამ გადახტებით რაღაცა გასაგებია მაგრამ იმდენად ის არის ობიექტურად ხელსაწყობაა რომ ფიზიკურად გამორიცხულია ეხა რომ აქთან ჩვენი გულშემატკივარი რა ანგარიში ვარაუდო აი 3-2-0 3-0-ია გოლი არ უნდა გაუშვათ წესით სანკაშია დაბრუნდება ალბათ საბა ალბათ გულიშიც ისევ იქნება აქეთ კვარა დადგება იქ მიქაუტაძე ზური კომარ არის მიდი ხარ თამაშზე მე მაგალითად ეხა მიდი ხარ ჩემოპატაცი პირველ საათზე ვისაუბროთ სტუმართან ერთად გამანებით ეხა კაი როგორ ჩავერთეთ უცე ხო არა იცი რატო ვიკითხე რაღაცნაირად ისეთი დამოკიდებულებით ამას რომ მოვიგებთ რომ შეიძლება არც წავიდეს და სახლიდან უყუროს ბედნიერმა პირველზეც ვამბობდი მაგას პირველ თამაშზეც და ეხაც ვამბობ იგივეს რომ ჩვენ ვართ ბ დივიზიონის გუნდი ისინი არიან C დივიზიონის გუნდი ძალიან კარგი ამას რომ ვისმენთ ნუ ფაქტია რომ მე მქონდა მამარდაშვილის კი არა მიქაუტაძის პლაკატი და რომ ჰამბურგში რო ვიყავი იქ მაჩუქეს ნაკრების მაისური და მისი პლაკატი რომელიც აი რაღაც თილის მასავით სადარბაზოში გვედო ხოლმე და თამაშის დროს შემოგქონდა სახლში მაისურთან ერთად და კარგად დავცადე და გავაჩუქე ის იმიტომ რომ ჩემ მეგობრის შვილი თურმე ახლა ბავშვები როგორ გიждდებიან ფეხბურთელებზე კი მე გუში რამდენიმე ადამიანი გამირეკა იმას მოაწერინე ამას მოაწერინე ვერ მოაწერინე ეხლა თამაშის დღეს რომ ვთხოვთ არ გამოვა და ვარჯიშები რო ქონდათ მანამდე შეკრება რო იყო მაშინ კიდე შეიძლებოდა რომ მე ზოგადად ვცდილობ ხოლმე რომ არ შევაწუხო რა მართლა ეხა არა ბავშვებს უნდათ ეხა და ეხა უნდათ მართას რომ მიიღო კვარას ხელმოწერილი მაისური არ ვიცი ის დღე და ღამე როგორ იყო ემოციებისგან მე მაგ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მაისური კვარასი რო წამოვედი ნეაპოლიდან დაუტოვე
რომ მეთქი იქნება გასახდელში და არც ვიფიქრია და ყველა მომიწერა ხელი აბსოლუტურად თემაგუნდმა ნაკრები არა ნაპოლი და ლორენცო კიდე ცალკე აქ მოწერილი რომ კაპიტანისგან დიმას და რაღაცეები და ისტორიული მაისური ეგ არ დაგვავისდეს ჩვენ და ყველა ყვარას გოლზე იქ გლოვა მიდის და ლაურენტისის გინება მაგრამ აუ ერთ რამესაც მოუყვებია მაისურებს და მე გადავიდეთ სტომარი გველოდება ყვარას ხელმოწერით მაისური ჩემს მეგობარს მეზობელს ხშირად ვახსენებ დღეს ვისი ძაღლიც იქნება მესამე ბლოკში, მასაც აქვს ყვარაცხელიას. ძაღლია ის პიროვნებაა, ძუბე ტირე აკირა, რომელიც შემოგვერთება მესამე ბლოკში. მიმათეთ რა, მაგრამ ხო, მას აქვს ყვარაცხელიას ხელმოწერით, მაგრამ ყვარაცხელიას გვერდზე კიდია ზიდანის ხელმოწერით თუ არ ვწდები, ნამდვილი მაიკა, მესის ხელმოწერით, მას აქვს კოლექცია ერთგვარი. მე დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ძვირი იღებს თურმე ეს სუვენირს ვერ დავარქმევა. და რას დრო გადის უფრო მეტი და მეტი, კაცო. გაგუცი, დიდი კაპიტალის მფლობელი ხარ, რო იცოდე. კარგი, გადავიდეთ ახლა სტომარი გველოდება, ნამდვილად საინტერესო თემაა. ყურადღებით უსმინეთ, ჩვენ დღეს შემოგვერთდება ირინა მარგიშვილი, რომელიც გახლავთ სი პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა დავპატიჟო ის გამარჯობა, მადლობას მოგახსენებთ, რომ ხართ. ცოტა გაგვიგზელდა სიტყვა თავად ირინა გოდიში რომ გავოდინეთ. მადლობა. მაგრამ დაწუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელებს გულშევათ კი ვარ თქვენც ხარ და რა თქმა უნდა. მათაც მაგარი უნარები აქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ თემა რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, არ ეხება ფეხბურთს. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იყო წლები, როდესაც ჩვენ გვჯიდნენ, თუ კარგად არ მოვიქცეოდით, წავიდოდით პროფესიულ სასწავლებლებში. დადგა დრო, რომ საქართველოში აღარ ყავდა არც დალაქი, არც არ ვიცი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და კი და ახლა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამას, უკვე წლებია ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი და სწორედ საქართველოში კიდევ ერთხელ საქართველო უმასპინძლებს პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირაულს, რომელიც წელს უკვე მეორე ტარდება და კიდევ უფრო მასშტაბურია, სწორედ აი ამ თემაზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში მოგვიყევით აი ამ ღონისძიების შესახებ რა იქნება. კეთილი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ გესტუმრეთ, ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთ, გიყურებთ ხოლმე. მადლობა. პირველ რიგში ჯობია ალბათ რომ პატარა შესავალი გავაკეთოთ იმისთვის რომ თემა კარგად შეიკრას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, პროფესიულ განათლება თანდათან კიდევ უფრო იძენს მნიშვნელობას, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ სოფლიოში, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. შესაბამისად ჩვენთანაც ძალიან აქტუალური თემა გახდა და ამავდროულად პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას დაეთმო საკმაოდ დიდი ყურადღება ბოლო პერიოდია. რაც გამოიხატება სხვადასხვა და მრავალფეროვან მიდგომებში. მაგალითად, განათლების სამინისტროსთან ერთად პროფესიული უნარების სააგენტოს გვაქვს ესეთი პროექტი, რომელიც მოიაზრებს პროფესიული განათლების მასწავლებლების საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტით გამგზავრებას. შარშან ჩვენ უკვე გავუშვით. ანუ გადამზადებას ნიშნავს თუ კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს მასწავლებელი იყო, როგორც ვიცი. არა, ჩვენთან იყო 60-მდე მასწავლებელი. შარშან წელს კიდევ იგეგმება და ამავდროულად ჩვენ დავამატეთ არა მხოლოდ მასწავლებლების გადამზადება, არამედ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე იანვარ-თებერვალში იყვნენ ვიზიტში. ეს არის ის ხალხი, ვინც უნდა ასწავლოს. და მე რო გითხათ, როცა დაასრულებთ, რაზეა უფრო მოთხოვნა. რა მიმართულებებია ცოტა რა უნარები გვაკლია დღეს? ხო, ეგ ცოტა ისეთი კითხვა არის სამსჯელო ფაქტია. რეალურად გვაკლია ძალიან ბევრი. ნამდვილად და კადრების ძალიან დიდი დეფიციტია. ერთი რაც არის, აი ყველაფერისტები არ უნდა იყვნენ. ყველაფერში პური უნდა აცხოს პროფესიულ განათლებაში ყველაფერისტები ვერ იქნებიან კონკრეტულ მიმართულებაში. შემცირდება ალბათ ეს ყველაფერისტები, რა თქვა, მაგის მერე. კი, რა თქმა უნდა. ნუ მოთხოვნა არის ბევრი მიმართულებით, დეფიციტი გვაქვს ნამდვილად ქვეყანაში, მაგრამ თუ ეს ოდნავ მაინც დაგვამშვიდებს, მე ბოლო პერიოდში ვიყავი ბრიუსელში ზუსტად ამ თემით, რომ ევროპაშიც აბსოლუტურად იგივე იდენტური პრობლემაა, რომ კადრების, კვალიფიციური კადრების დეფიციტი არის რიგ დარგებში. შესაბამისად, ჩვენთანაც ეგრე არის, გამოირჩევა სამედიცინო მიმართულება, საელექტრო მიმართულება, სამშენებლო მიმართულება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი, ხო? დიახ, საკმაოდ ბევრი. თუმცა, ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება ამისთვის და ჩვენ უკვე შემიძლია თავამბად თქვა, რომ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ, გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სექტორის ჩართულობა უკვე გააქტიურდა და პროფესიული უნარების სააგენტო სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ განათლება
განათლების სექტორი და კერძო სექტორი დავაახლოვოთ ერთმანეთს და ერთად ვუზრუნველყოთ და აღმოვხვრათ ამ კვალიფიციური კადრების უფრო თვალსაჩინო რო იყოს, ხო? ძალიან. უფრო თვალსაჩინო რო იყოს, მე ვარ არსებული უკვე პედაგოგი, წავედი და რას მივიღებ, ანუ რა ცოდნით ჩამოვალ იქ. შერჩეული გვაქვს სპეციალური პროგრამები. ეს არის დარგის მიხედვით, მაგალითად, მე ვარ სოფლის მეურნეობის რომელიღაც კონკრეტული მიმართულებით ვეტერინარი პირობითად მასწავლებელი. ვარჩევთ სპეციალურ პროგრამას მათთვის საინტერესოს და რელევანტურს და საზღვაო მაგალითად იტალიაში იყვნენ, თურქეთში იყვნენ, პოლონეთში იყვნენ, გერმანიაში იყვნენ და იქ არის როგორც პედაგოგიური უნარების განვითარებაზე პროგრამა აწყობილი, ასევე დარგში სიახლეების შესაბამისად დარგში სიახლეების. და შემდეგ ჩამოდიან აქ და ნერგავენ თავიანთ სასწავლო პროცესში იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ასევე უზიარებენ ადგილობრივ პედაგოგებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დრო მიდის, ტექნოლოგიები ვითარდება, საშუალებები ჩნდება და აუცილებლად ჩვენც უნდა განვითარდეს. კარგად მახსოვს აი ეს ლურჯი რაღაცა ხალათი, ჯიბეებიანი, აქ პელტუჩა, სკოლაში შრომის გაკვეთილები ქონდა რა. და დიდად ხარობდა, მაგრამ მე რაღაც ახალისო პროცესში გადავიდა, იყო ეგ, მაშინ იყო. ჩემ დროს ეგ იყო, როდის ეხა ღვთებით რა დროს ვარ, 90-იანები კი არა და იმ პოლიტიკით. გამარჯობა, დიმა. კი ბატონო. მეც მისი ასაკის ვარ. ხოც მეც იყო ეგ, ცდელობები იყო რა, მაგ დროს, მაგ სისტემის დროს. კი ბატონო, ეხლა თუ იცით რა, თუ შევადარებთ აი მაგ დროს და დღევანდელ დროს, დღეს უკვე აღარ არის სათაკილო ესა თუ ის პროფესია, ნუ მეტნაკლებად რა თქმა უნდა. სტერეოტიპულად მაშინ ისე მარტო იყო რომ ტექნიკუმში ჩაგაბარებინებ თუ რაღაც სასჯელის ზომა იყო ერთგვარი და ეხლა აი ვინც ცოტა მეტად ხვდება რეალობას და თანამედროვეობას ფეხს უწყობს, ყველა ხვდება იმას, რომ პროფესიული განათლება არის აი უმოკლესი გზა დასაქმებისთვის და თანაც იმდენად ღირსეული ხელფასი შეიძლება გამოიმუშაონ ადამიანები და გამოიმუშავებენ ამა თუ იმ სექტორში, რომ ნამდვილად აღარ არის მენტალურ სექტორში აღმოჩნდა ძალიან მოთხოვნადი და წარმატებული და მაგრამ სათარაკილო კი არა, პირიქით, იმიტომ რომ აი ნანიკობს სწორედ მენტალური პრობლემაა ეს უფრო ვიდრე მგონია. კი ბატონო, რომელიც ნელ-ნელა მაინც ფიქრობ, რომ წელში გადატყდა და უკვე კი, ნამდვილად ეგრეა. მე ახალგაზრდები ეხა საერთოდ არ აქვს მათ ეგეთი მენტალური პრობლემა. მოდი არ განვაზოგადოთ ის წრე ახალგაზრდების, რომელიც ჩვენს გარშემოა. მე მაინც გონია, რომ ჯერ კიდევ მენტალური პრობლემა და ყველა მშობელს უნდა რომ თავის შვილი არა ვთქვათ დალაქი და პირობითად რაღაცა კონკრეტული კაი პროფესიონალი შედგეს, მას ურჩევნია ყავდეს იურისტი, დიპლომიანი, თუნდაც უმუშევარი და ეს ჩვენ უნდა დავწიოთ. ეხლა სტილისტი დალაქი ეძახე და აი ეხლა მე პოვარი იყო, რომელიც შეფმზარეულია და იმ შეფის გამო დადიან დღეს კონკრეტულად მზარეული დღეს ვრუნავს, რომ ჩვენმა ნაკრებმა კარგად ჩამოს. შეიძლება სამჯერ მეტი ხელფასები აქვს მაგას გეუნები, ამიტომ დროა. ხო. და ნუ რომ მიუბრუნდეთ ჩვენ თემას ინტერნაციონალიზაციის ნაწილში, მე ბოლოსკენ გეტყვით დახურის ღონისძიებაზე, ეს დარგების პოპულარიზაციისთვის რას ვაკეთებთ. ასევე ვართ საქართველოს არის წევრი World Skills საერთაშორისო უნარების ჩემპიონატი, ეს მსოფლიო მასშტაბით სასწაულის სანახაობა არის ულამაზესი და ისეთი შეჯიბრი არის, ყველა ქვეყანას გამოაქვს თავისი უნარები, სხვადასხვა უნარები, ჩვენ შარშანაც ვიყავით მონაწილე და წელს ვემზადებთ. რა უნარი წავიღეთ? კულინარია წავიღეთ, IT მიმართულება წავიღეთ, დიახ და კონდიტერია წავიღეთ. მე მგონი მაგ სამეში ესე იგი კარგად არის ყველაფერი ჩვენთან შედარებით. არის. აი აქ მონაწილეობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვინმეს დავუმტკიცოთ, რომ მაგრები ვართ, იმიტომ რომ იქ უდიდესი კონკურენცია, აი უდიდესი, მაგრამ იქედან ჩვენ მოგვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ტრენდები, თანამედროვე მიდგომები დარგში და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი და მოვდივართ რაღაცა აღჭურვილი. თან პერიოდიც როგორია, იცით, სანამ კონკურსზე გავა კონკურსანტი, მანამდე 2 წელი ვემზადებით ჩვენ ამისთვის. შესაბამისად, დარგის ექსპერტები ძალიან საერთოდ ანუ იმხელა გამოცდილება გროვდება ამ პერიოდში, რომ სულაც არ არის პირობითად გამარჯვება მთავარი მიზანი ამ კონკურსის მონაწილეობის ფარგლებში. იცი ერთ შეგაქებთ თუ შეიძლება, ჩემი შვილი მაგალითად ეხლა ცდილობს, რომ თვითონ განვითარდეს, გადაწყვიტა, რომ კერვაზე იაროს, დადის სწავლობს, დაინტერესდა სამზარეულოთიანი კულინარიით. და მე იკარუსი მახსოვდა, რომ არის ესეთი სკოლა, დავგუგლეთ, დავსერჩეთ. აღმოჩნდა, რომ არის სრულიად უფასო, მე კი ვიცოდი, მაგრამ ჩემ შვილს არ ჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია უფასოდ არსებობდა.
მივხვდეს. არის სკოლა, სადაც ინვენტარი არის, პროდუქტი არის. შენ ირჩევ მაგალითად, რამდენ ხანში გინდა დაეუფლო რაღაც კონკრეტულ უნარებს და ეს ყველაფერი გვაქვს ქვეყანაში. პირადად ჩემ შვილს არ უტყდება, ვიტყვი ეს მისი ლექსიკა არის, რომ წავიდეს და ისწავლოს, თქვა და დადგეს კარგი მზარეული. ნამდვილად ჩვენ ყავს ძალიან წარმატებული კოლეჯები, მათ შორის იკაროსიც და ეხა გეტყვით წინა კონკურსზე როგორ მოგვემსახურა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ჟღერს რომ სწავლა არის უფასო, ნამდვილად უფასო, უფასო კი არის სახელმწიფო აფინანსებს ამ სწავლას და ადამიანებს გონიათ რომ შეიძლება უფასო რაღაცა არ ვალგოდეს. ამ დროს იხარჯება უამრავი რესურსი და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მართლაც რომ ადამიანები, რა ვიცი, თქო დავარქვათ უფასოდ დაეუფლონ პროფესიას და სწრაფად შეუერთდნენ შრომის ბაზარს. მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა და იკაროსაც დაუბრუნდები აუცილებლად და იკაროსისნაირი კიდევ ბევრი კოლეჯი ყავს სხვადასხვა მიმართულებით. კი, ნამდვილად წარმატებულები ვართ მაგ მხრივ. და მინდა რომ მივიდე საერთაშორისო კვირეულის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ შარშან ჩავატარეთ ასევე მასშტაბური ჩვენში გულისხმობს სააგენტოს და განათლების სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ჩავატარეთ ინტენსიური ვორქშოპები, ტრენინგები კოლეჯის წარმომადგენლებთან ინტერნაციონალიზაციის თემაზე, რომელიც მოიცავდა, ვთქვათ, როგორ დავწეროთ პროექტი, როგორ ვიპოვოთ საერთაშორისო პარტნიორი, როგორ ვმართოთ პროექტი, როგორ მოვამზადოთ ვებგვერდი იმისთვის, რომ პარტნიორმა ჩვენს გვიპოვოს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ყველაფრის ლოგიკური დაგვირგვინება არის საერთაშორისო კვირეული, რომ ჩამოვიყვანოთ ის პარტნიორი კოლეჯები და ადგილზე შეძლონ მათ დამეგობრება და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება. ვანახოთ, რომ ჩვენც განვითარებულები ვართ და ჩვენს შარშან გქონდა პირველი, მოგეთ საქართველოში არ ჩატარებულა პროფესიული განათლების მიმართულებით ესეთი მასშტაბური კვირეული და შარშან გავბედეთ და პირველი კვირეული ჩავატარეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაკეთეთ ეს კვირეული წინამძღვრიშვილის კოლეჯში, რომელიც მდებარეობს საგურამოში. ეს არის უძველესი ისტორიული შენობით და ულამაზესი, აი ტყე-პარკით, ეზოც არ ქვია იმას, ტერიტორიის კოლეჯი, რომელიც საქართველოში იყო პირველი სოფლის მეურნეობის კოლეჯი. ავირჩიეთ თემა კვირეულის სწორედ სოფლის მეურნეობა და იქ გავაკეთეთ. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი, ულამაზესი პროცესი და რაც მთავარია, იმხელა გამოხმაურება მოყვა ამას, რომ დღეს უკვე ამის შედეგებს ვიმკით. იმიტომ რომ ჩვენი კოლეჯები და წინა კვირეულზე ჩამოსული კოლეჯები დღეს უკვე ერთობლივ პროექტებზე მუშაობენ. კი ბატონო. შესაბამისად, ჩვენ ახლა ძალიან გავთამამდით. გაგვიჩნდა ამბიცია იმისა, რომ ყოველწლიური ტრადიცია დავამკვიდროთ. რატომაც არა. კი ბატონო, მსგავსი კვირეულის. წელს ავირჩიეთ უკვე რამოდენიმე მიმართულება, ეს არის მშენებლობა, ინჟინერია და მოდის დიზაინი. ანუ ბაზარს სწავლობ და მის მიხედვით თქვათ ნაკადებს იღებთ თუ როგორ ხდება ამ შერჩევა? დიახ, რა თქმა უნდა, თქვათ ეკონომიკური სექტორები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი არის. სტუმართმასპინძლობაც ალბათ ძალიან. სტუმართმასპინძლობაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი. უბრალოდ ეხა ერთ ჯერზე ყველა მიმართულებას ვერ დავფარავთ, ძალიან ისეთი იქნება ქაოტური. ამიტომ ავარჩიეთ წელს ეს სამი მიმართულება და ვიწევთ სადღაც 20 ქვეყნიდან სტუმრებს, 80-ზე მეტი სტუმარი გვეყოლება. ეს გახლავთ, რა ვიცი, ევროპის ყველა ქვეყანა მე მგონი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზიაც აქტიურად არის ჩართული, სინგაპური, ჩინეთი. კონფერენციას ესე იგი გავხსნით, კონფერენციას කියලා ბოდიში კვირეულს გავხსნით კონფერენციით. მსგავსი კონფერენციაც საერთაშორისო არ ჩატარებულა, მოწვეული ყავს ჩვენ სპიკერები, რომლებიც არიან დარგში გამოცდილი ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნის. თემატიკა არის პროფესიულ განათლებაში სიახლეები და ვთქვათ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ სინგაპური და ჩინეთი, ვიცით, რომ ტექნოლოგიურად ძალიან წინ არიან და მაგალითად ისინი გააკეთებენ მოხსენებას პროფესიულ განათლებაში ტექნოლოგიების გამოყენება და დიახ, ზუსტად ეგრე. შესაბამისად ეს პომპეზური გახსნა გვექნება პირველი დღის, მეორე დღეს ისევ იქ იქნება, მოდი ვუცხოთ ჩვენს მაყურებელთაც, სად იქნება? 5დღიანი კვირეულია და სხვადასხვა დღეს გვექნება სხვადასხვა ლოკაციაზე. პირველი დიდი კონფერენცია, რადგან მასშტაბურია და სადღაც 300 კაცამდე უნდა დავატიოთ სტუმრები, ალბათ სასტუმროში იქნება, სადაც დიდი სივრცეს შესაძლებლობა იქნება. დანარჩენი 2 დღე იქნება სასტუმროს ტერიტორიაზევე გამოფენა, ნეტვორკინგი და ვორქშოპები, რომ ერთმანეთს დაუახლოვდნენ, პრეზენტაციები გააკეთონ, სამუშაო შეხვედრები ჩაატარონ.
ხოლო აი მეოთხე დღე არის ძალიან საინტერესო. ჩვენ გვინდა რომ აუცილებლად ჩვენმა სტუმრებმა ნახონ ჩვენი კოლეჯები. მივადექით ჩემთვის საერთოდ. კი, რომ ვანახოთ ჩვენი ულამაზესი და რა შესაძლებლობა აქვს ჩვენ კოლეჯებს. ამიტომ მიგვყავს კახეთში, კოლეჯ აისში. ვიცი. თანაც, ახლა ქართველებს მასპინძლობის და რაღაცა ტრადიციების და გასტრონომიის მოთხოვნილებაც ხო ძალიან მაღლა გვაქვს და შესაბამისად კახეთში კოლეჯში არის ულამაზესი ეზო, არაჩვეულებრივი პროგრამები, რომელსაც ადგილზე ნახავენ და ერთდროულად თან სამუშაო შეხვედრები იქნება და თან ცოტა გასტროტურის სახეც ექნება, იმიტომ რომ იმ ეზოში არის მარნები, ხონები, წვადები და მთელი გასტროლა როგორ ხდება თქვენ დამორჩიოზე. მოგიწევთ აუცილებლად. ახლა იკაროს რომ მიუბრუნდეთ, რადგან ახსენეთ წინა იმაზე რა ქვია კვირაულზეც მოგახსენეთ რომ ერთ-ერთ კოლეჯში გაიმართა ეს თანაც უძველეს კოლეჯში თემატურად შეესაბამებოდა და პლუს ამას მთელი კვირაულის განმავლობაში ჩვენი სტუმრების ყვებაზე იზრნა კოლეჯმა იკარუსმა და კოლეჯმა მერმისმა. ეს იყო ულამაზესი ფურშეტები და უგემრიელესი ფურშეტები სტუდენტების გაკეთებული და ყველა მაგას მართლა გეუბნები საოცარი ჩამონათვალია თან სფეროების თვითონ ამ სკოლაში. მართლა ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი აწყობილი და ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღებს განათლებას და ხელში იჭერს და ძალიან მალევე საქმდებიან. არც კი ყოფნის ბაზარს გადამზადებული კადრები, იმდენად ძალიან კარგი. სამომავლო გეგმები, ანუ კიდევ კი ბატონო, აი ძალიან მოკლედ დავასრულებ. მეხუთე დღე დაგვჭირდა, რომელიც ცალკე ამბავი არის. ესე იგი, გარდა იმისა, ეს ჩავაინტეგრირეთ მოკლედ აი ამ კვირაულის ფარგლებში, მაგრამ როგორც ვახსენეთ, რომ გამოწვევა გვაქვს სხვადასხვა სექტორში, ასევე გამოწვევას წავაწყდით, მოდი სამკერვალო მიმართულებით, არადა საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ხრივ და ნუ ჩვენ როგორც ხიდი კერძო სექტორთან დაუკავშირდით კერძო სექტორს, სამკერვალოს ეს ფაბრიკები ქონდათ, მოდის სახლები ქონდათ და ერთობლივად გავაკეთეთ ესეთი პროექტი, რომელიც მოიაზრებდა ყველა კოლეჯში, სადაც სამკერვალო მიმართულება ისწავლება, შედგა ჯგუფები, რა თქმა უნდა, სტუდენტებისგან, ერთი მასწავლებელიც ყავთ. ყველა კოლეჯში თითო ჯგუფია და საქართველოში თუ კი ვინმე ცნობილი დიზაინერი გაგიგიათ, თითო კოლეჯს ყავს თითო მენტორი დიზაინერი. მე მგონი ვიშოვეთ სასწავლებელი. დიახ, და ყავს მე და ძალიან დიდი მადლობა მინდა მეუთხრა ჩვენს დიზაინერებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად უსასყიდლოდ დიდი ენთუზიაზმით იმისთვის, რომ დარგში გამოვზარდოთ ახალი კადრები და პოპულარიზაცია გაუწიოთ აი ამ მიმართულებას, აბსოლუტურად უსასყიდლოდ დიდი ენთუზიაზმით და ენერგიით საერთნენ მაყურებელმა. მე პირადად უკვე მომინდა რომ დავგუგლო პროფესიული უნარების სააგენტოს Facebook გვერდი გვაქვს კი ბატონო პირდაპირ ესე იძებნება, რა თქმა უნდა, საკონტაქტო ინფორმაციაც არის და ნამდვილად ღია ვართ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. იცით რა მაინტერესებს? დროსთან ერთად ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს მენტალური პრობლემაა, ყველას უნდა რომ თავის შვილი პირდაპირ დირექტორი იყოს, ამ თქვათ რაღაცა ბიზნესმენი. დროსთან ერთად ალბათ მატულობს მოთხოვნა, ხო? აი დინამიკაში როგორ ჩანს ეს თქვენთვის, როდესაც კონკრეტულად მუშაობთ და ცდილობთ რომ დიახ, გვაქვს კონკრეტული სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას, რომ აი 2020 წლიდან მაგალითად დღემდე პროფესიულ განათლებას ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 80%-ზე მეტით გაიზარდა, ნამდვილად 80%-ზე მეტი. და ბოლო 2 წლის სტატისტიკით 10% არის ზრდა. შესაბამისად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილი არის. თუმცა მეტია საჭირო, მინდა გითხრათ, ანუ 100%-ზე უნდა დავიდეთ? აუცილებლად იმისთვის, რომ ჩვენი შრომის ბაზრის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. და დახურვა ვიცი, რომ რაღაცა ისეთ დახურვა იქნება აი ამ შოუთ, სწორედ აი ამ ჩვენი დიზაინერების მენტორობით, კოლეჯის მიერ, სტუდენტების მიერ შექმნილი ნაწარმის დაჯილდოებას ის იქნება, რა ქვია, შეჯიბრი. გვეყოლება გამარჯვებული კოლეჯი და ნუ მთელი ამ პროექტის მიზანი არის ის, რომ აღმოვაჩინოთ ტალანტები ერთის მხრივ და ჩვენი დიზაინერები წაიყვანენ გამარჯვებულ და შერჩეულ ადამიანებს, ვინც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, დაასაქმებენ, სტაჟირებას გაატანებენ, ასევე შემოგთავაზეს, რომ მათ კოლექციას თავიანთ შოურუმებში გამოიტანენ და ეს არის, თქვათ, ძალიან დიდი წახალი. ესეც წარმატებისთვის არის გადასარავის საშუალება. ესეც უფასოა სტუდენტისთვის, ანუ უფასო გულისხმობ. მე არ ვიხდი გადასახადს სახელმწიფო მინას რა თქმა უნდა, სახელმწიფო ფარავს სრულად აი ამ სწავლის და ამ პროცესების გადასახადს. ნუ ეხლა იმდენად მნიშვნელოვანი თემა რომ ესმის კარგად რომ ეს გადაწყვეტილება რატომაც არის მიღებული და ალბათ დრო დაჭირდება შედეგის მიღებას, ხო? კადრები რო გამოვლენ და ეხლა ხო ის როგორ არის ხა არავის არ ეწყინება, კარგი ხელოსნებიც ბევრი ყავს ყველაფერი, მაგრამ სულ ის არის
როგორია, ვინ მოვა, რანაირად გააკეთებს და ასე შემდეგ და მაგ კუთხით ალბათ წინსვლა იქნება, ანუ დრო დაჭირდება. აუცილებლად ჭირდება არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც რაღაცნაირად სხვენია, რომ ის მუშაობს მაგალითად და კარგად აკეთებს კანალიზაციას და ამბობს, რომ მესამე დიპლომი მაქვს, თუმცა ცხოვრება მოიტანა. მე მგონი ეს ძალიან მოძველებული აზროვნება და არის დაჭირება ისეთ ხალხი ჩამოდის, გადასარევი ხალხი და კანალიზაციას აკეთებენ და საერთოდ არ აქვს მომენტი აბსოლუტურად. რომ WorldSkills-ზე წახვიდეთ, ნახავთ, იქ კანალიზაციაზე შეჯიბრია, ვთქვათ, წყალგაყვანილობებზეც, გაცბობებზეც და ეს კადრი ყველადაში მნიშვნელოვანია. ნამდვილად. აი, ეხლა მაგალითად კიდე ხის მიმართულებას ვანვითარებთ და ერთ-ერთ კოლეჯში, სპექტში შეგვყავს ხის კომპანია, ასე ვთქვათ, გაერთიანება ხის მიმართულებით, რომლებიც გამოგვიზრდიან დურგლებს. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება რაღაცა თაობის გამოზრდას, მაგრამ ნუ აი ესეთი საფუძვლები უკვე სადაც ბიზნესი ჩართული ყავს და მათთან ერთად პროგრამებს ვაკეთებთ, უკვე ძალიან მრავლდება და იმედია, რომ შედეგსაც გამოიღებს. იმიტომ რომ უკვე მგონია, რომ იმ პატარ-პატარას, მაგრამ კარგია ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი რა ვიცი, ახალგაზრდებისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ ასეთი შესაძლებლობა აქვთ, რომ განვითარდნენ და შეიძინონ ის ახალი პროფესიები და უნარები, რაც შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ამ საქმისთვის. სამინისტრო ნამდვილად ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი მომავლისთვის და დიდი მადლობა და აქვე გკითხავთ სამომავლო გეგმებზე ვაინც? სამომავლო გეგმები პრინციპში რაც ვისაუბრეთ არის ის, რომ მოვახდინოთ მეტი პოპულარიზაცია პროფესიული განათლების და რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, შემოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი კერძო სექტორი. ნახეთ, შემოყვანაში ჩვენ გულისხმობთ ძალიან მოკლედ გეტყვით თუ დროში ვარ შეზღუდული, არა მხოლოდ ვთქვათ სწავლო პროცესში ჩართულობა, სასწავლო პროცესში ჩართულობას, არამედ აი სხვადასხვა კუთხით რომ იყოს კერძო სექტორი ჩართული. მაგალითად, ნახეთ, ჩვენ ვწერთ კვალიფიკაციებს. კვალიფიკაცია არის იმ პროფესიის სტანდარტი, რაც აერთიანებს რა უნარი და ცოდნა უნდა ქონდეს ამა თუ იმ დარგში ადამიანს. ჩვენ ამას მარტო არ ვწერთ, იმიტომ რომ განათლება ამროს რომ მარტო დაწეროს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ბაზარზე რა უნდა ხო ამ საქმეებს. ამიტომ კერძო სექტორთან ერთად ვხდებით და ერთად ვიმუშავებთ ამ. ანუ ბაზრის კვლევა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად იციან. პრაქტიკულად იციან და ერთად ვადგენთ ამ დოკუმენტს და მე უკვე სასწავლო პროცესშიც ვიწევთ დარგს, არიან ჩართულები და ასე შემდეგ. ნუ აქ არის კიდევ გამოწვევები, რა თქმა უნდა და სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, თქვათ, ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვფიქრობ არის, რომ ჩვენ მივახციოთ იმ ნიშნულს, რომ ძალიან აქტიურად ჩავთოთ სხვადასხვა დარგის ბიზნესები და კერძო სექტორი იყოს აქტიურად ჩართული. ჩემი აზრით, ცნობიერებაზეც უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების და უნდა არ ვიცი, გავიაზროთ, რომ აი ჟანგბადივით აუცილებელია ყველა პროფესიის ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი იყოს დამაკმაყოფილებელზე უკეთესი. ნამდვილად, აი მასტერშეფის გამარჯვებული მაგალითად სწორედ ჩვენი კოლეჯი იკარუსის სტუდენტი გახლავთ ახლა წელს. ამიტომ რაღაცა ნელ-ნელა ეს პოპულარიზაციის ვიდეოები თუ სხვა ამბები, რომლებიც საზოგადოებამდე მიდის, ნამდვილად ეხმარება იმის ცნობიერების ამაღლებას, რომ ეს სამარცხვინო კი არა, პირიქით პრესტიჟულია და შენ თუ ოჩაგი ხარ, ძალიან დიდი ნიჭი უნდა, უნარი უნდა რა იყო გამორჩეული და შეგეძლოს იმის კეთება მაღალ ხარისხში, რასაც აირჩევ და მაგრამ ნახე, ძველ დროსაც იყვნენ პროფესიონალი, მაგალითად მზარეულები, მაგრამ ისინი იყვნენ მაპატიეთ ყველამ ეს ვციტირებ უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც იმ დროს ცხოვრობდნენ, ანუ პოვარი და რომელიც რაღაცა ცოტა დამამცირებელი თქვათ პროფესია იყო, იყო ასე და დღეს უკვე პირიქი ძალიან საპატივსაცემულო ადამიანები არიან. დიდი მადლობა, მართლა ძალიან საჭიროა თქვენი საქმიანობა, ძალიან საჭიროა ჩვენი ცნობიერების ამაღლება და საჭიროა ბევრი ადამიანი, ვინც რა ვიცი, ჯერჯერობით იმუშავებს საყვარელი პროფესიით, ამით ფულს იშოვის და იცხოვრებს ბედნიერად. მადლობა. სლოგანი არის იპოვე საქმე, რომელიც შეჯიყვარს. და აი ნამდვილად ეს გზა არის პროფესიული განათლება, შეგიძლია აღმოაჩინო. კი, აი ესეა. თან უკვე ის უკვე გვაქვს, რომ რაღაც შეიძლება ერთი პროფესიით მუშაობდეთ, სწავლობდეთ და თავისუფალ დროს კიდევ მეორე ადგილას მუშაობდეთ. აი ეს ახალგაზრდებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ სათაკელო კი არა და პირიქით, როგორც ვთქვი, აი ამ შესაძლებლობ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო სტუმრობისთვის. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დაგიბრუნდებით საინტერესო თემით. ჩვენი
ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ჩვენ უკვე სტუმართან ერთად ვართ თქვენ ის ქალბატონი ძალიან გიყვართ დიდ პატივსცემთ ისე როგორც ჩვენ მოდი წარვადგენ ბარემ პოეტი პედაგოგი ელჯინა საყარაძე პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის მე ვარ მადლობელი რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება შევხვდე მაყურებელი ხშირად ისე აზიარებს ხოლმე თქვენს ჩვენთან სტუმრობას როგორც არც ყველას მადლობა ვინც მისმენს და ვინც აზიარებს მადლობა და ახლა თემა რომელიც ალბათ ყველა მაყურებელს აწუხებს ახლა ვინც ტელეეკრანთან ზის მე სალომეს ძიმას და ყველას ცხოვრება არ არის მარტივი რამ და არავინ არ შეგვპირებია გაჩენისას რომ ჩვენი ცხოვრება რბილად, ლამაზად და სიყვარულში გაივლის. ძალიან ბევრი სტრესი აქვს ადამიანის ცხოვრების განმავლობაში, ძალიან ბევრ ბარიერს ვაწყდებით, მაგრამ სულ რაღაცნაირად ვცდილობთ რომ გავიაროთ. არის თუ არა რამე უნიკალური საშუალება რომ ჩვენ თავთან ჰარმონიაში მშვიდად გავიაროთ ის რაც აუცილებლად ჩვენი გასავლელია და მეტი არავისი. არაჩვეულებრივი თემა. დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის, იმიტომ რომ აი ახლა შევედით ჩვენ ისეთ ჟამში, ისეთ ეპოქაში, რომ აი ამ საკითხის გააზრების გარეშე, ნუ შეიძლება დავიღუპოთ კიდეც, იმიტომ რომ ისე ფიზიკურადაც, იმიტომ რომ ისე გაიზარდა ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი სურვილები, რომელიც სულაც არ არის შესაბამისობაში უზენაესის კანონებთან და სურვილებთან. რა სურვილები გაგვეზარდა მატერიალური? მატერიალური, ეგოისტური სურვილები, ესმინდა და ძირითადად მატერიალისტურია ყველა ეს სურვილი. როგორ ვასიამოვნო საკუთარ თავს. აი ამაზე ზრუნავს ადამიანს ზოგადად ისტორიულად. რა თქმა უნდა, იცით რა? ბატონო დიმა, ეხლა ჩვენ თუ სულ თავიდან დავიწყებთ ყველაფერს, ვერაფერს ვერ მოვასწრებთ. თქვენ გახსოვთ მე რომ მოვედი და აი ამ ეგოისტური თვისებები გამოქვაბული ადამიანიდან რომ დავიწყე და გავედი და მივედი დღევანდელ ადამიანამდე და მთელი დონეებზე ვილაპარაკე ამ ეგოისტური დონეების შესახებ და დღეს რომ ეს უკვე ჭერსა მიბჯენილი ის მოწმობს ამას რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე ღმერთს გაეჯიბრა ადამიანი რომ აი შენ შექმენი ბუნებრივი ინტელექტი აი მე შევქმნი ხელოვნური ინტელექტს და აბა ვინ ვის ანუ ძალიან დიდი საშიშროებაა მართლაც რომ ძალიან დიდი საშიშროება კი ბატონო იმიტომ რომ ის მაინც დაპროგრამებულია და იმიტომ ის მაინც აწყობილია დედამიწურ ცხოვრებაზე და დედამიწურ მოთხოვნილებაზე და აბა ერთი დაუსვით სულიერი შეკითხვა ვერ პასუხობს ეს ინტელექტი არადა უკაცრავად დავამთავრებ არადა თუ ჩვენ გვინდა რომ დედამიწაზე ცხოვრება მოვაწესრიგოთ უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება ჩვენი სულიერი მოთხოვნები აი ეს მინდა მაგრამ უნდა მინდოდეს რა უნდა მინდოდეს და რა მინდა ისეა განსხვავებული ერთმანეთისგან და აი ახლა თქვენი ეს შემოტანილი თემა მე მაძლევს საშუალებას და მახარებს ძალიან რომ ადამიანებმა დავიწყეთ უკვე ფიქრი ადამიანობაზე აი აქვე ჩაგეკითხები თქვენ თქვით მე მინდა მე მაგალითად ნამდვილად მინდა მჭირდება ფული იმისთვის რომ გადავრჩე ჭამო ელემენტარული რაღაც 60 შევიძინო ნუ მომწონს მაგალითი ალყევი ტრენდს პირობითად არ მიყიდია ბებია ჩემის იყო დედა მაგრამ რაღაცა მე სულ მუდმივად მინდა როგორ თქვა უარი ამ მინდაზე თუკი მე ვერ გადავრჩები ამის გარეშე აი იცით რა არის ეს მინდა ამას ზღვარი თუ არ დაუდო ადამიანმა არის ისეთი მინდები რომ ვერ გადარჩები ამას ჩვენ მაშინ თუ გახსოვთ ვისაუბრეთ გადარჩენის სურვილებზე მერე მოდიოდა დაგროვების სურვილები მერე მოდიოდა პატივდიდებისა და ძალაუფლების სურვილები მერე მოდიოდა მეცნიერული სურვილები და ეს მეცნიერება რისი მეცნიერება იყო იცით ეს სურვილები როგორ დამეკმაყოფილებინა ხო აი ნანიკო რას თქვა რომ ეხლა უნდა ჭამო უნდა ჩავ ეს ხო უბრალოდ აუცილებლობა საბაზისო მოთხოვნილებებია არა მე მაგალითად ისეთ ხალხსაც ვიცნობ ბევრს რომ სხვას რა გაუკეთონ იმაზე ის უფრო მნიშვნელოვანია მათთვის მაგალითად მეც ესე ვარ რომ მე მრჩევნია მე მინდა რაღაც ეკთებები არ მაქვს მართლა ეხა მივხვდი რომ არ მაქვს რო ფიქრობ მე მრჩევნია რომ
თქვენ გაგიკეთოთ რაღაც კარგი ამაცა უკეთოთ ჩემახლობლებს თუნდაც გაჭიროებულს თუნდაც იმას ეს ალბათ ეგ არის რა ვიცი ხა მაგრამ აი ისევ გავყვები ნანუკას თემას უნდა გადავრჩეო მაგრამ აუცილებლად უნდა დაემატოს ამას შეკითხვა და სურვილი რომ გადავრჩები რისთვის გადავრჩე რო დავაკმაყოფილო ისევ ჩემი ეგოისტური მოთხოვნა კარგად ჩავიცვა, კარგად დავიხურო, კარგად მაპატიე ჯარგონზე ვიგრიალო და ეს. აი ბატონმა გიმამ რაც თქვა ახლა რომ აი ეს სურვილი რომ სხვას მივეხმარო. ეს არის სიამოვნება, რა თქმა უნდა, აი აქამდე რომ ივა ადამიანი, ნამდვილი გადარჩენა აი მანდ არის. იმიტომ რომ აი უკვე სრულდება ის რომ მოეკეცი იმას ისე როგორც უნდა შენ მოგექცნენ და აქ საბოლოო ჯამში მივალთ ქრისტეს გენიალურ თეზასთან ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის და ყველა ერთისათვის რო იზრუნებს. ეხლა ხომ წარმოგიდგენთ, მაგრამ ზრუნვა არის ვზრუნავ მისთვის რომ რას მიაღწიოს იმან თუ ისევ მატერიალურში რომ კარგად იცხოვროს აი მშობლებმა რომ იციან რომ დააგროვონ იმდენი რომ შვილიშვილმა ფეხი ფეხზე გადადებულმა იცხოვროს ეს არ არის ის სურვილი და აი ყველაზე მთავარი რა არის და რისი თქმაც მინდა ახლა იცით აი შეხედეთ ადამიანები ხო ის ამას ეს უნდა იმას არიან ისეთი ადამიანები როგორც აი ბატონმა დიმამ წამოწია წინა პლანზე ადამიანთა ერთობა ქმნის ერს მათი რაოდენობა ერის ფიზიკურ სხეულს შეადგენს და ეს არის ერის ფიზიკა, მაგრამ მათი სულიერი მდგომარეობა და ის სულიერი მდგომარეობა მოდით ამ მიმართულებით განვიხილოთ რაც ბატონმა. ხო, მაგრამ კოლექტიური გონი რა ხდება? ბოლომდე თუ შეიძლება მათი სულიერი მდგომარეობა შეადგენს ერის სულიერ სხეულს და თუ ეს სულიერი სხეული არ შედგა ერის არც თავისუფლება მოვა ერში არც კეთილდღეობა მოხდა და არაფერი არ მოვა სასიკეთო და აი ახლა შემიძლია ეს არ თქვა გუშინ წინ დავამთავრე ქართულ ტივიში ვეფხის ყაოსნის შესახებ საუბრები 8 გადაცემა ჩავწერე თითო 40 წუთიანი კიდევ იმდენი დარჩა სალაპარაკო ვერ აგიწერა იქ ამოუწურავი თემაა და იქ არის გულანშაროს ეპიზოდი გახსოვთ ფატმანი და მთელი გულანშარო აჭართა ქალაქი რო როგორი ცხოვრები ცხოვრობს სულ ბნებები სულ სნა აი ეს ის შემთხვევით სრულიად შემთხვევით ჩაუვარდება ხელში ნესტან დარეჯანი რომელიც სიმბოლურად არის ღვთაებრივი სიბრძნე ღვთაებრივი ჭეშმარიტება და ქალაქი როცა ასეთი სულიერი შეჯამებული მდგომარეობით არსებობს კარგავს მაშინვე და შეხედეთ რა მოხდა ზუსტად ის დაგვემართა ჩვენ გავთავისუფლდით რევოლუცია რომ მოხდა ის ტრაქტატი გაუქმდა რომლითაც საქართველოს იყო დაკავშირებული რუსეთთან მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ თავისუფლება ახლა მოხდა იგივე დაიშალა საბჭოთა კავშირი შეგვეძლო და მივიღეთ თითქოს დამოუკიდებლობა მაგრამ ეს დამოუკიდებლობაა ვერ ვინარჩუნებთ აი ღმერთმა ინებოს რომ და უკაცრავად აი აქ რატომ არ მიყვარს მე რომ პოლიტიკა ჩავთო ხოლმე ამ ყველაფერში რომ პოლიტიკოსები ასრულებენ იმას რასაც ერი შეუკვეთავს თავისთავად და ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი რა თქმა უნდა შევუკვეთოთ ერთხელ ჩვენს პოლიტიკოსებს რომ შექმენი გარემო რომ ერი სულიერად განვითარდეს სულიერი განვითარება ეს არის კავშირი უმაღლეს ძალასთან. თქვენ ახლა რეალისტურად გესახებათ ეს რომ რეალურად თქვენი ეს შემოთავაზება ეს წინადადება მიიღო. იცით როგორ? იმიტომ რომ აი გეტყვით მინდა მაგრამ როგორ? კი, აი ახლა აი ამ იმაში მე რო ეს ირმა სოხაძესთან ვისაუბრე, უელდინო მითხრა, მაგას ხალხი როდის გააკეთებს და ხალხი ყველა ამას ვერ გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს. აქ არსებობს კრიტიკული რიცხვის ცნება. კრიტიკული მასა რამდენია ვთქვათ გადასარჩენად. იცით რატო აძნელი? ეს არ არის რიცხვი, ეს არის ძალების ჯამი, სულიერი ძალების ჯამი. აი ისევ რუსთაველში ვტრიალებ 100,000 სააჯობებს თუ გამორჩევით ქმნილია. შეიძლება რომ აი 10 ადამიანი იყოს ისე
ისეთი, რომ უდრიდეს 1000, 2000 და როგორც კი კრიტიკული რიცხვი დგება, აი ეს არის გამხსნელი, აი ამ თემის. არა, უნდა მიგიტანო. კი, ბატონო, როგორც კი შედგება კრიტიკული რიცხვი, აი ავტომატურ რეჟიმში იწყება რა, რომ აი აქამდე რომ ეს ადამიანი იქ იყო, მეორე იქ, მესამე იქ, მესამე, ესენი ხო ვიბრაციები და ხო ასხივებენ ესენი, აი ამ თავის ფლუიდები თუ რა, ენერგიები, სულიერი ენერგიები. ნახეთ ახლა რა ხდება, ეს სულიერი ენერგიები, აი თითქოს ღრუბელს ქმნიან, ენერგეტიკულ, ინფორმაციულ ღრუბელს, რომელიც რო წნიმდება, ყველას ველდება მერე. აი როგორც მოდავრცელდება, რომ ჯერ 1, 2, 5, 10 და შედგება თუ არა კრიტიკული რიცხვი, უკვე ყველა ამოკლებს კაბას, ყველა აგრძელებს კაბას და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს მსოფლიოში, საქართველოშიც მათ შორის ღრუბელი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ძალიან მძიმე და დაბინძურებულია უარყოფითი ენერგია. ცხადია, რომ ჩვენი ბრალი ადამიანი მესმის, მაგრამ ძალიან გვაწევს უკვე ეს ღრუბელი ადამიანებს და ფაქტიურად ატმოსფერული წნევა იმდენად დაბალია, რომ ხშირად შფოთი გვაქვს. რა უყოთ რა კარგია რომ შფოთი გვაქვს, იმიტომ რომ თუ შფოთი არ იქნა, ადამიანი არ გადაწყვეტს რომ გათავისუფლდეს ამ შფოთისგან და როგორი ძებნა დაიწყო. აი ჩვენი დღევანდელი გადაცემაც მაგისი გამოძახილია. ჩვენ შფოთავთ, ვწუხვართ, გვინდა ვიპოვოთ გამოსავალი და მე წინა სტუმრობებზეც ჩემს ჯგუფზე რო ვილაპარაკე თიბერიონზე, აგერ 16 წელი დაიწყო უკვე. ჩვენ უკვე ეს დაშიფრული ტექსტები, რომელსაც ეს შეუძლია გაგვაკეთებინოს ჩვენ. ეს არის ბიბლია და ეს არის ვეფხისტყაოსანის მეორე სახარებას, რატო ეძახ? დაშიფრული ტექსტებია. როგორც კი ამის კოდებით შეხვალ და გასაგებ ენაზე, თქვენთვის ჯერ ჩვენთვის რო გასაგები გახდა, ეს იყო სასწაულია, ყოველი მეცადინეობა იყო სასწაული. არა, ახლავე გეტყვით. აი იმ ქართულმა ტივიმ, სადაც ახლა 8 გადაცემა ჩავწერე, მომცა უკვე საავტორო გადაცემები. მე იქ ამაზე ჯერ შემზადდება საზოგადოება, დავიწყებ ნულიდან. აი ნულიდან, თუნდაც იქიდან რატომ ქმნის ღმერთი ადამიანს, რას ერჩოდა სამყაროს, ამ მერე რისთვის ერჩოდა სამყაროს. რა ხო რას ერჩოდა? მაიმუნები ყოფილიყო მარტო თუ მართალია, მე ვეცხვები. ეს ადამიანი არის ქმნილებათა გვირგვინი, იმ მაიმუნების და იმ ჭიაყელების და იმ რეპტილიების და იმის გვირგვინია და რაფორმითაც შეექმნა, მე ადამიანმა თვითონ გადაწყვეტა როგორ განვითარებულიყო და საკუთ საიტასულიყო. თვითონ კი არ გადაწყვეტა, ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, და აი უნდა ეხლა იმ ღმერთს რომ ჩვენი თავისუფალი ნებით, აი ასეთი საუბრებით ვიპოვოთ გამოსავალი. რომ როგორები უნდა გავხდეთ, რომ დავიმსახუროთ, დამსახურება უნდა. აი გეხეთ დავსვან კითხვას რა, კონკრეტულ კითხვას დავსვან. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვათ მე, ან რომელიმე ადამიანი ბევრ კარგ საქმეს აკეთებ. ვიღაცებს ეხმარები, ვიღაცა რა, რაღაც კარგს. ეს ამის აფიშირება უნდა მოახდინო თუ არა? არა, არა, ხო და თუ არა, აი მოусმინონ მაშინ. ხო, გააგრძელეთ. არ უნდა რა. არ მე მაგის მომხრევარ, ზუსტად. კი ბატონო, ყველაფერს წყვეტს ბატონო, დინა მოტივაცია. ამ აფიშირებას რისთვის აკეთებ? თუ იმისთვის აკეთებ, რომ აი შეხედეთ ადამიანებო, მე როგორი ბედნიერი გავხდი, აი თქვენ რო თქვით, რომ მე ეს უფრო სიამოვნებს, როცა გავცემ ვიდრე ისეთი ბედნიერი ვარ იმითი, რომ მე გავეცი თუ მოტივაცია ეს არის, რომ იქამდე მიიყვანო ადამიანი, მაშინ კარგია. მაგრამ თუ მოტივაციაა, რომ ეხლა დადექით და ილაპარაკეთ, და ეს არის ბატონო დიმა, რომ ნებისმიერ წერტილში, მატერიალურ სამყაროში დევს კარგიც და ცუდიც. და აი ნებისმიერ წერტილს შეუძლია თავისი ცუდიდან თავის კარგამდე. მერკანტილურად ყველა მოქცეულ ვართ ალბათ ცხოვრებაში და ხანდახან
შეიძლება მე პირადად არა არც თქვათ თქვენ, მაგრამ პირობითად ვამბობ, ხომ? ეს ადამიანებისთვის ნორმა არის. მაგრამ ადამიანებს ზოგადად გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი თვისება, რომ მივბაძოთ ერთმანეთს. ხშირად, როდესაც მაგალითად კარგ საქციელზე ლაპარაკობს ძიმა თავისაზე თქვა, როგორ აჭამაი ქუჩაში სამ ძაღლს. პირობითად ვამბობ რა, როგორ გადაარჩინა ადამიანი, მეც მინდა რომ უფრო კარგი ვიყო. ანუ ჩემში ეს ბადებს мотиваციას და რატომაც არა. გავაკეთე კარგი, გავაკეთე ტირაჟირება ჩემი კარგის. რას ვაკეთებ? მაგრამ ისიც რა არის, ის კარგია, ის დაპურდა. მაგრამ შენ საით წახვედი თუ გაგამპარტავნა ამ ყველაფერმა არა და ჩვენ უწინარეს ყოვლისა ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე და საკუთარ განწმენდაზე რომ საკუთარი ცუდი საკუთარ კარგში გადაიტანოს ჩვენ სხვას ვერ შევცვლით ვერავით შემთხვევაში ამიტომ არის რომ დღეს როგორც არასდროს ჩვენ ხო ეს თეზა ისე გადავაგდეთ რომ არც გაგვიაზრებია მე მხედველობაში მაქვს პოსტულატ და პოსტულატი შეიცამ თავი შენი და შეიცნობ სამყარო, შეიცნობ ღმერთს, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში დაიბადა პირველი ნაწილი, მე-5 საუკუნეში დამთავრდა ბოლომდე ისეთი გენიალური გამოთქმა, რომ იქაც 2 საუკუნის განმავლობაში ბრძენები ქმნიდნენ აი ამ თეზას და ახლა დადგა დრო, რომ ადამიანმა შეიცნოს თავისი თავი. აი თუნდაც ისწევენ ბატონო ძიმამ რო თქვა, რომ მეო სიკეთის კეთება მიყვარსო და მოვკითხო რომ ელდინო ამ სიკეთეს რისთვის აკეთებ? ანუ კითხვა მუდმივად უნდა არსებობდეს. აუცილებლად, აი ეკლესიაში რო ლაპარაკობენ საღვთო სამჟავროზე და საშინელ სამჟავრო და ეს საღვთო სამჟავრო, ეს საშინელი სამჟავრო ყოველ წუთს უნდა მქონდეს საკუთარ თავში. ნუ პრინციპში ადამიანი ალბათ მაინც მუდმივად აკრიტიკებს თავის თავს, მასში არაერთი უნდა დაიწყოს, მაგრამ და აი ახლა ნახეთ უკაცრავად დღეს ფსიქოლოგები რა კარგ ზოლზე გავიდნენ რომ მათ შემოიტანეს ეს იყო უბრალოდ მიაგნეს ამ თუ ყველაფერი არის უბრალოდ მიგნება უნდა მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მაგას კი სარკეების თემა რომ ეს სარკეები რო არის დადებითი და უარყოფითი არა შეხედე აი რა კარგად ან საუბრობს ან ჭამს ან დანების ან ყველაფერი და სწავლობ იმისგან ის სარკე დადებითია მაგრამ თუ შეხედავ ღმერთო რა მაზრზენად იქცევა არავითარ შემთხვევაში არ განკითხვა და ეს აი ეს აქეთ უნდა თუმცა twin უცნაური ამ არის კი მესმის და თუ ამას მოისურვებ და ამ შეკითხვას შენ თავს დაუსვამ აუცილებლად მოვა პასუხი რომ შენ უარესი ხარ აღმოაჩენ რომ შენ უარესი და უკაცრავად აი აქ შემოდის უკვე ცოდნები რა ვუყო ამას მაგრამ ნახეთ ვიდრე მე ამ კითხვას დავსვავ დღეს ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში დღეს YouTube ჩვენი მეგობარი გახდა და ყოველდღიურობა სადაც არ შეხვალ ყველგან ან ფსიქოლოგი ან coach-ი ან პიროვნული რაღაცა განვითარების რაღაცა ანუ მუდმივად ვიღაცა გვასწავლის რა სისტემით უნდა ვიფიქრო რა უნდა მომეწონოს რა არ უნდა მომეწონოს და მე მინდა არ მინდა რაც არ უნდა მყარად ვიყო ჩამოყალიბებული ჩემს რაღაც პირობითად გავლენის ქვეშ ვარდები. როგორ უნდა მოვახერხო ამ არასტაბილურ სამყაროში, სადაც მართლა სულ რაღაცას მაჩვენებენ და მასწავლიან, რომ მე აი ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, შევინარჩუნო ჩემში, ან თუნდაც ძიება დავიწყო. არ უყურო თუ გავლენის ქვეშ ვარდები. არა, ეგრე არ არის ძიმა. ყველგან გავლენის ქვეშ ვარდები. საქართველოში ყველა ერთმანეთს გუასასწავლის. არა, მაგაზე არ არის. თან ცუდი ფორმა. მთელი ქვეყანა ეგრე არის. ქვეყანაზეც არ ვამბობ, მარტო სტანდარტებზე, სილამაზის სტანდარტები. წონის სტანდარტები, პროფესიის სტანდარტები, ფულის ნოლების რაოდენობა, სტანდარტებში მაგეთკენ მოდის რა ღირსის გაკვეთილები? ძვირიღის მაგრამ ხო ხარჯავენ ხალხი. კარგი, მაშინ გეტყვით მე ამას, არ ვიცი როგორ მიიღებთ. ყველას მასწავლებელი, ეს არის იესო. ჩამოიტანა გენიალური სწავლება, რომელიც დაშიფრულია. აი ამის გახსნაზე იყო რომ ვიკლავდით თავს.
რა სისტემა, როგორი სწავლება უმაღლესი კანონზომიერებების, რომელზეც აგებულია სამყარო. განსჭვალავს ეს კანონი, გინდა, არ გინდა, იცი თუ არ იცი დედამიწის მიზიდულობის კანონი, თუ მესამე სართულიდან გადააბიჯე, აუცილებლად ჩავარდები. აი ეს კანონები მოქმედებს, ის აი შეუმცდარა და მოდი ავდგე ეს კანონები ვისწავლო. ის ვიღაცა ქოუჩიმ რო თავისი გონებით მივიდა რაღაცამდე, ამ კანონებს ღვთაებრივ უზარმაზარ გონებამდე მივყავართ. მაგრამ დღეს ცოტა ხნის, ეხლა კი ცოტა მოდის გონზე სამყარო და ცოტა ხნის წინ სრული უღმერთობა იყო მოხდა. ეხლა მშობიარობსო სამყარო ასე ამბობენ. კი, დღეს საოცრება მშობიარობს, ხდება. ტკივილით მშობიარობს. რისგან მშობიარობს? ეგოიზმიდან გამოსვლა. ამას ამბობენ. დედა მიწას, იმიტომ ეძახიან დედამიწას, რომ მიწა კოდით არის ეგოიზმი. აი აქედან უნდა დაიბადო, შენი ამ თვისებებიდან უნდა დაბადო შენში ანტონიმური მდგომარეობა. ამას უნდა ცოდნა. ამისთვის ვემზადებით, ის ჩემი სატელევიზიო გადაცემები ამისთვის მიხარია. ერთი წიგნი ხო დაიწერა, ჩემი ადამიანის მცოდნეობა, დავიწყეთ ასეთი დისციპლინა. ერთი წიგნი გამოვიდა უკვე, იყო და ადამიანის მცოდნეობა. შენ თუ შენი თავი გაიცანი და შენ თუ მოიყვანე შენი სულიერი სამყარო მასთან შესაბამისობაში, ისეთი არხი იხსნება, საიდანაც სულ ენერგია შემოდის, ღვთაებრივი ენერგია. მე ვიძახი, რომ ჩემ სახლში მე ვარ, რაღაცა პორტალი გვაქვს, სადაც ბევრი კარგი მეზობლები ვცხოვრობთ და იმდენად კარგი აურაა და ენერგია, რომ ყველაფერი გამოგვდის იმ სახლში. მართლა გამოგვდის. ნათქვამი არ გვაქვს რაღაცა რომ ლაგდება. და დავარქვით რომ პორტალია ჩვენთან საკანდელიძეზე. აი პორტალია, ოღონდ აი უნდა მიაგნო. აი ეს ადამიანობა და აი ამ საუკუნეში ამ ეპოქაში უნდა გავაძლიეროთ და აი ეს ჩვენი უნარები. უბრალო ის არის ფორმულა უბრალო. აი როგორც კი იზრუნებს სხვაზე, ისე რომ მისგან არ ელოდები არაფერს. ის გაძლევს. იცით ქალბატონო ელდინო, რისი მწამს ყველაზე მეტად, რომ სამყაროს ისეთი წესრიგი აქვს თავისი. საოცარი როგორც კი ჩვენ ამ წესრიგის წინააღმდეგ მივდივარ და რაღაცას ამოვაგდებთ, ის აუცილებლად გვასწორებს. აბა ის გარეწრის მდგომარეობას. ამიტომ გარდაუვალია ჩვენი შეცვლა. გარდაუვალია მშობიარობის წყილების გარეშე გავლა. გამოსავალი არა გვაქვს. გარდაუვალია. თუ შეკითხვა აღარა გაქვთ, მე თქვენთან მოვედი ერთი ლექსი. არა, თქვენთან შეკითხვები უამრავი გვაქვს, მაგრამ რაც შეეხებოდა კრიტიკულ რიცხვს, რომ აი რამდენი უნდა ვიყოთ, ნეტავი რამდენი უნდა კრიტიკული მაინტერესებს. ბოლოს თუ შეიძლება ლექს წაგიკითხავთ საკუთარ არა, მაშინ თუ დრო არ აქვს გავჩერდე. ნუ საშუალო ზომის არ ვიცი. არა, მაშინ გავჩერდე. არა, წაგიკითხეთ, ლექსის დრო გვაქვს, შეიძლება. კეთილი. აი, მაშინ ასე ვუთხართ მაყურებლებს, რომ ქალბატონ ელდინოს და მე რეკლამაზე გავალთ ალბათ პირდაპირ. საუბრობთ მე და იესო პოემაში მთელი არის ჩვენი საუბარი, გაკვეთილებს მიტარებს. აი ეს ამას შეეხება ეს პოემა, რომელსაც ქვია ამბოხებული მისტერიები. და ერთ-ერთი ღამეული საუბარი, გვედრი, ჩამჩურჩულე, ან მამცნე ნაღარით, რამდენი გვჭირდება ქვეყნისთვის დამდნარი, რამდენი სალოსი, რამდენი გზამკვლევი, რამდენი ვულკანის, რამდენი კრატერი, 10-ჯერ 8, 10-ჯერ 9 თუ 10-ჯერ 12 თქვი და თუ ამდენ სულს წამებით მოვკრებდით, აგვინთებდით ნათელს, სადღაც რომ მივნამქრეთ, დაღმასვლის აღმამჩენს, რომ მართლა გადავრჩეთ, გული დავიმშვიდოთ, გქონია მერმისი, ამაოდ არ დაშრა ხანძთა და ხერთვისი, შენ ხომ მხოლოდ 10 ყოფნი და მართალი, ცეცხლს რომ არ შთაენთქა სოდომის მთაბარი, დღეს ჩემი ქვეყანა სოდომი მგონია, როგორ დაუმოკლდა წვიმები გოლიათს, რომ საკუთარ აჩრდილს
ყველამდეც ვერ წდება წვიმა შეგვაძულეს 9 წყება მეწყრებმა აბრამი შეკითხვა მეც ტუჩზე მიწივის რომ ჩემი სამშობლო გადარჩეს მზის წილი რამდენი ომი და სისხლის ღრა გვჭირია რამდენი შოთა და რამდენი ილია რამდენი ლომი და რამდენი არწივი რამდენი თასი და რამდენი ბარძიმი რამდენი მტევანი რამდენი ხორბალი რამდენი ურემი რამდენი ბორბალი რომ ლაფს გამოვტაცოთ ეს ჩვენი ქვეყანა და უწმინდურება გულზე რომ გვეყარა უფსკრულს გავუყენოთ ანკარა თავს ხმებით სული დაგვიმშვიდეს რომ აღარ გავწყდებით და თუ არ დამსახავ ყბედად და თავხედად სანამ ცას უწმინდეს თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი ჩურჩულით აი მე დავბრუნდი უბეში მიყრია უხვი იაგუნდი გველის მოვიყვანე შეკრული თასმებით როგორ დაგვამარცხა ერთმა ათასები უნდა გამიმხილო ღმერთის ძეებ რამდენი გვჭირდება მშობელი გამდელი რამდენი სინათლის რამდენი დამტევი მწველი სინანულის სრემლების დამდენი რამდენი წყურვილი რამდენი შიმშილი რამდენი შობა და რამდენი სიკვდილი ვიდრე ზეცის მიღმა მიწას გადავდენი რამდენი და რას მპასუხობს აი ამას გეტყვით ახლა ჩათვალე რომ იმ სულებიდან ყველა მზად არის გადაარჩინოს ერი გენი ტყე და მთავარი მაგრამ აკლია მხოლოდ ერთი და ის ერთი გწამდეს შენახარ ანუ კრიტიკული მასა მადლობა აი აქ არის საკუთარ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი რომ მე უნდა გადავწყვიტო რომ მე ერთი აუცილებლად მე უნდა ვიყო მადლობა დიდ რო გაგვექცა სამწუხაროდ ხო საოცარი სტუმრობისთვის საოცარი საუბრისთვის არ ვიცი უღრმესი მადლობა და ჩვენ ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და მოვიყვანა ერთი ლომი თეთრი რომელიც არის ფაქტიურად ჩემი არ არის ეს არის ჩემი მეზობლების პირადად გაგუცილდა მანუელის ძაღლი აკირა რომელსაც ყავს ასეთივე ზუსტად ოღონდ მამა ახლა რატო არ მოვიყვანე ორივე ერთად საოცრად ჩხუბობენ ერთმანეთში მათი ერთად ერთ სივრცეში გაჩერება ფაქტიურად შეუძლებელია სახლში აქვთ უკვე მუზეუმი ალეკაპების იყიდეს ყველანაირი მაგრამ ვერც ამას გუობენ და ერთმანეთში ვერა და ვერ ამყარებენ მშვიდობას რა შეიძლება გააკეთონ ვის გამო ჩხუბობენ ანუ ყველაფრის გამო სათამაშო საკვები შევა პოლიტიკური რაღაცა შეხედულებების გამო კი უკანონო შვილი ხო არ არის და მამეთ ქონების გაყოფა ამბები არის ნაღდი ნახე გამოყავი ენაშვილო ენა აქვს დაგლეჯილი მამასთან ჩხუბის დროს ენა გაიხია ეს არის შველი იცით რა ხანდახან ეს არის მე ვარო აი მეო და ხანდახან მამა მოდი ჩემთან აჰა მოდი ჩემთან მოდი ნახეთ როგორი ამბავი ხდება ზოგადად ძალიან რთულია ხოლმე კი მესმის ერთ სივრცეში ორი ხვადის ანუ ყოლა იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემებს იწვევს ხოლმე და მით უმეტეს როცა 11 არ თმობს იმიტომ რეალურად ამათ აქვს გასაყოფი რესურსი არის რა პატრონის ყურადღება საკვები სათამაშო საწოლი ყველაფერი მოკლედ ხო სავარძელი და წყლის ჯამი და აბსოლუტურად ყველაფერი და თავისთავად როგორ ხდება ხოლმე იცით თუ ერთი თქვა მეორეს დაჩაგრავს ხო ამ შემთხვევაში შეიძლება მეტნაკლებად რაღაცაზე მოგვარდეს და ესე ყოველდღიური და ყოველწუთიერი პრობლემა არ იყოს მაგრამ რადგან თქვა ეს პროცესი არ მიდის მანდ და პატრონის შესაბამისად როგორ არის პატრონიც უნდა იყოს ძალიან გამოცდილი ამ პროცესში რომ შეძლოს განეიტრალება სანამ ძაღლები ჩხუბს დაიწყებენ სწორად შენიშვნის მიცემა რომ იქნებ იმუშაოს ამან ანუ ახსნდა ძაღლები ხო თქვა ჩხუბს როცა აპირებენ მაგ დროს მოხდეს სწორად გაჩერება რომ იქნებ დაითრგუნოს ანუ გადაჩევა არ ხდება რა ანუ შეიჩხუბობენ შენიშვნის ხარჯზე ხდება ხო აი თქვა როგორ არის ისე ძაღლი გადაეჩვია რომ რაღაცას აგრესიას გაკაჩვა კი ისწავლობს რაღაცას მაგრამ იცის როცა აშავებს იღებს შენიშვნას და რეალურად ამ შენიშვნის ხარჯზე ხდება რაღაცის დათრგუნა დაგუცი მანუელი შეეგუებდეს თქვენი ორი ძაღლი მუდმივად იჩხუბობს ესენი ახლა ცოტა მოზრდილები არიან და ჩემმა რო გააჩინა პატარალები აი იმაზეც აგრესია ქონდა დიდათ არ უყვარდა და ერთოდესაც რომ მოვიდა და სახლში არ დახვდა
რო გითხრა რომ ძალიან განიცადა არა ძალიან ბედნიერი იყო იმალებოდა რომ ზუზუ არ ეჭმია ამ ძაღლისთვის პეტარა ლეკვისთვის და მოკლედ აი გაუსაძლისი გახდა ამისთვის სახლში ყოფნა ხო იორკები ცოტა უცნაური ტიპები არიან აი ძალიან რაღაცა თავის სივრცე აქვს პატრონი ამორჩევთ თავის დღის წესრიგი აქვს და ფაციკოც იგივე ანალოგიურად არის რა დიწრეში არ ჩავარდნილა მოკლედ ხო არ მოსწონს ის რომ თქვა შეიძლება კი ორი ბოქსერი დორი და ფაციკო ერთად იზრდებიან და ბავშვობიდან დორის გაზრდილია ფაციკო მოკლედ ამბავი მაგრამ როცა მიდის ამ რესურსები მოფერება თქვა საკვები და რაღაცები იქა ძალიან ნერვიულობს და ძალიან ისე ღიზიანდება ხოლმე რაღაც მომენტებზე და პატრაცუგებშიც არის ეგ ამბავი ხო იმიტომ ის რეალურად დაძმაში არ და ადამიანები ვერი ყოფენ რაღაცას და ძაღლმა რა ან მით უმეტეს როგორ არის ეხა ამათმა საერთოდ არ იციან მამაშვილობა დედაშვილობა და ხელი ამბავენ აი როგორც ხო ნახეთ როგორ არის ეს ყველაფერი არის ინსტინქტის დონეზე თავისთავად უვლის დედაძაღლი აჩენს ყარაულობს მათ აჭმევს ამბავი მაგრამ როგორც კი ისინი უკვე მოიზრდებიან ამ ყველაფერს კარგავენ კი თქვა შეიძლება დავიტოვოთ აი ერთი ლეკვი და დედა და ლეკვი ერთად ყავდეს და ერთად გაიზარდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ მაგრამ ისე რომ იცოდნენ რომ ის დედაა და ეს შვილია და ამის გამო რაღაცა ატივისცემა და მთელი ამბები და გათვალისწინება არ ხდება. იმიტომ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ერთმანეთში დაერთონ და გააჩინონ ლეკვები. ხო, სტერილიზაცია ძალიან ხშირად გამიგია, როდესაც ორი ხვადია სახლში, თუ კი სტერილიზაციას გავუკეთებ, ისინი დამშვიდებიან და ერთმანეთში არ იჭხუბობენ. ეს ძალიან ცუდი ხერხია ალბათ, რომ ძაღლი დააწყლა, რომ ხერხი რა ეხა. ნაკლებად არის ხოლმე, ხო, ნაკლებად არის ხოლმე ეგ ამბავი, იმიტომ რომ აქ რეალურად გასარკვევია ის როგორც კი იჭხუბობენ, მაგრამ თვითონ პროცესი არის დასაკვირვებელი რა, ყველაფერი აი რამდენად თქვა რომელი იწყებს, რომელი დომინანტობს, რის გამოხდება. სისხლამდე მიდის ყველაფერი, ეს თეთრი ძაღლები არიან სისხლები. კორპუსში ცხოვრობენ და ძალიან დიდი აივანი აქვს და ანუ როტაცია სახლში, სულ ერთი აივანზე, ერთი სახლში. გააღებენ ხოლმე კარს, ხელში უჭირავთ ხოლმე პატარა საჭმელები, ალიკაბები, აკირა შემოდი, პანდა გადი. და ისე გადიან, მაგრამ ხანდახან უცებ შეეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს. ხო, მაგრამ აი ძალიან რთული მომენტია, ხა ეზოიანი სახლი რო იყოს, თქვა კი ეზო გაიყოფა ორად მთელი ამბა კორპუსში აი რა ებდა იჭხუბო რა იყო რა ხوارკლავერი ერთმანეთს ეგა ძაღლია და ჭხუბობს რა. ხური ქონდა სრულიად მოჭმული და ეს თეთრი ძაღლი სისხლიანი ძალიან ისეთ სანახავია, გეშინიო. გააჩუქეთ. ენა მოხეულია. ზუიადის აჩუქეთ. არის რო ხო ეს ერთადერთი ხა ძალიან ძნელია და მესმის არავის ამის მოსმენა და მეც არ მიყვარს ხოლმე ამის თქმა. იმიტომ რომ ძალიან ძნელია პატრონს ყოველთვის ემართება შოკი. ამ დროს ჯობია ძაღლები დაშორდნენ. თუ თქვა ოჯახის წევრები ერთმანეთს შვილი სხვაგან ცხოვრობს, ან ბებია სხვა, ამ შემთხვევაში ჯობია რომ დარჩეს ისე ოჯახში, ოღონდ ანუ აივანი სახლი ისევ იყოს როგორც არიან. რაღაცა ეგ ხო. იმიტომ რომ ამათ ჭირდება ციცივე ჰაერით და კი ძალიან დიდი აივანი აქვს და კომფორტულად ცვლიან ადგილებს. ანუ ასე გავაგრძელოთ. ხო, ნუ სხვა გზა არ არის, უნდა გქონდეთ იზოლირებული სივრცეები, იმიტომ რომ ძალიან ძნელი მოსაგვარებელი იქნება ეს ამბავი რა. არის რამე ჯიში ისეთი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არანაირი ძაღლი, კატა თავის შეუძლია შვიდად იცხოვროს ნებისმიერი რა ვიცი, ჯიშის ძაღლთან, ისე რომ კონფლიქტი არ წარმოიშოს. ხო, ცოტა ძნელი იქნება ეხლა ზუსტად თქვა რაღაც კონკრეტულ ჯიშზე რო ვილაპარაკოთ მაგამ ბავში, მაგრამ როცა თქვა ხდება ოჯახში თქვა ყავს ერთი ძაღლი და შემდეგ გვინდა მეორე. აუცილებლად უნდა შევარჩიოთ, აი გააჩნია რა ჯიში ყავს და რა ტემპერამენტი ხო ძაღლებს სხვადასხვა. ტემპერამენტი, გენეტიკა, რამდენად გვაქვს დრო, სქესი ასევე, იმიტომ შეიძლება თქვა კი ბატონო, იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ორი ძუ ცხოვრობთ ერთად. არა, მაინც ხდება პრობლემა რა, ყველა ვარიანტში. როცა ძუ და ხვადი არის, უფრო ნაკლებია ხოლმე ეს პრობლემა. ძირითადად ხდება, რომ ხვადი აწვალებს ძუ, ძუ ბრაზდება, შემოუტრიალდება, შეიძლება ძუ მოკბინოს, ხვადი გაეცლება და ანუ ეს პროცესი ხდება ისე, რომ აი იშვიათად რომ ძუმ და ხვადმა ერთმანეთი ისე დაგლიჯონა, აი როგორც თქვა, ანალოგიური პრობლემა აქვს და ჯობდა გოგოს დატოვება ამ შემთხვევაში. ეხლა იუზა ბერაძე, კინოლოგი, ჩვენ ყოველდღიურად სტუმრად გუშინაც ახსენებდა, წინა კვირა შენმა სტუმარმა, მაგას ყავდა ძუ და ხვადი, ოღონდ სხვა ჯიშის ძაღლები, ფრანგული ბულდოგი და დიდი რომელიღა დოგი მე მგონი. და მოხდა ისე, რომ მათ გაუჩნდათ ლეკვები. ხო, აი ეგ მაინტერესებს. ხო, აი ამ შემთხვევაში როგორ ვიცავთ უკვე თავს? ხო, იცით რა არის ამ შემთხვევაში ეს შეცდომა არ უნდა მოგვივიდეს, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ჩვენი ბრალი, არავითარ შემთხვევაში, როგორც კი ეწყება ეს პერიოდი, აუცილებლად ეს ძაღლები უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, ანუ სახლიდან ის დაახლოებით 3 კვირა თუ 1 თვე
იმიტომ რომ როცა უმთავრდება ის პერიოდი, სუნი მაინც მიყვება, რომ ხვადმა არ შეაწუხოს რამდენიმე დღე. ის პერიოდი რაც არის ამ შემთხვევაში ჯობია რომ ან დავტოვოთ ხვადი ძაღლების სასტუმროში, ან ვებოსთან, ან სადმე, მოკლედ. ანუ გავაცალოთ იქაურობას. კი, იმიტომ რომ ზუსტად რამდენიმე წამის უყურადღებობაა და ანუ მე უკვე იბადებიან ლეკვები რა. და გარდა ამისა, დიდი მადლობა, მე მგონი მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ყავს ჩემს გარშემო არა ერთი, არამედ რამდენიმე ძაღლი ან კატა სახლში. მოკლედ თუ ასეთი პრობლემა თქვენს გაქვთ, მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ, რომ ისინი გააცალოთ ერთმანეთს, სხვადასხვა სივრცეში მოათავსოთ, სხვადასხვა ისინი მუდმივად იჩხუბებენ. ანუ რეალურად პატრონი არის ამ დროს გასაწვრთნილი ძაღლებთან ერთად. რომ ნახეთ როგორ არის სანამ ჩხუბს დაიწყებენ, მანამ მოხდეს ძაღლების გაჩერება, იმიტომ რომ თუ ესენი ჩხუბს იწყებენ, მე აი ჩვენი ჩართულობა, ყვირილი, კივილი, პანიკა, ამბავ პირიქით აღიქვამენ ძაღლები, რომ რასაც აკეთებენ, კარგია და უფრო აზარტში შედიან და ასეთ შემთხვევაში ხო, მოკლედ. არა, ესე არა, ეს ლაპარაკი არ გეჩხუბება, ეს არ ჩხუბობს საერთოდ. ეს არის ძალიან მოძრავი და აზრიანი რა. ჩვენ ახლა გავალთ ზიადის ეშინია ძაღლის და მეც გავალ რა აბარე. ძალიან დიდი მადლობა. კასტომარს დავხვდები. აი შენზე. არა, მართლა გასათვალისწინებელია ყველაფერი, რომ 2-3 ძაღლი ძალიან კარგია ოჯახში და ვერთობით, მაგრამ აი ძალიან რთულია და უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და სანამ ესე გავიაზრებთ ხოლმე კი ბავშვს უნდა ჩვენ გვიდა და ასე შემდეგ მაგრამ ხო ძალიან უნდა გავითვალისწინოთ და ამისთვის მომზადება მოკლედ ამისთვის ნებისმიერს ვისაც გამოცდილება აქვს შეგვიძლია კონსულტაცია გავიაროთ ჯიში საყვანაში ლეკვის დატესტვაში ყველაფერში დავიხმარო და ყველაფერი იქნება კარგად და ეხლა გამახსენეს სარძლოს ეძებს ჩემი აკირა ცოლი უნდა აკირას ცოლი უნდა ჩვენს აკირა ჯიში უნდა იქნება დაწარდეს და მამამის აღარ ეჩხუბოს ზედმეტ სახელად ზუბე ადამიანური რეაქციები მოკლედ თუ ყავთ აკირა ასეთი სახლში და გსურთ რომ მიათხოვოთ ჩემს ბიჭს, გელოდებით. მადლობა კიდევ. ნე და კორტეჟია დაგვადიჟებენ წამოში. ჩვენ გავაგზავნებთ გადაცემას. წამოგავისეირნოთ. ცოტა ხანში გელოდებით უკვე შენი გადაცემა. აბა დროებით. კარგი და ვაგზავნებთ ჩვენს გადაცემას, სტუმრები უკვე გველოდებიან, მე მინდა დავპატიჟო ჩვენთან სტუდიაში გელა გნოლიძე თავის ანგელოზებით, ბაბი and როგორი ამისთვის ემზადებიან რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე, რომელიც რატომ არის დღეს მათთან ერთად მოსული უკვე? გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ძვირფასებო. აი შემოვიდნენ, მაგრამ რა შემოვიდნენ? კარგი ლამაზი. ჩვენ ძაღლიანი მეგობრებიანი და ბეწვიანი ვართ, ამასა შორიდან ვერ მომასწარეთ რა მაგალითი იყო ხო, აკირა. მოდი, ახლა გადავიდეთ იმ მაგარ კონცერტზე, რომელიც როდის გაიმართება, რა შემადგენლობით და ვინ იქნება რეჟისორი, ამას თქვენგან დავადგენთ. აბა, ვისი კონცერტი იქნება გელა? რა ხდება? 30-ში ფილარმონიაში იქნება ჩვენი პირველი კონცერტი, ესეთი მასშტაბური. სერიოზული განაცხადია რა? ძალიან სერიოზული, კი. ძალიან გვიხარია, ძალიან მღელავთ ამასთანავე, მაგრამ აი ესეთი ხალხი გვეხმარება, როგორც ბაკურია, რომ ცოტა გვამშვიდებს და ცოტა არა, კარგი. ჯერა რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ჩვენ მსმენელს აი რაღაც ჯადოსნუ კონცერტს ვაჩუქებთ. რავი, რეპერტუარი კი გაქვთ იმხელა ალბათ, რომ 1-2 კონცერტი 3 შეგიძლიათ გადაბმულათ, მაგრამ ფილარმონია მართლა დიდი პასუხისგებლობაა, ვიდრე ბაკურიმდე მივალ. ჩემი აზრით, ფილარმონიაში კონცერტი ვისაც აქვს, ის უკვე დიდი გამოცდილებით არის, პროფესიონალია თავის საქმის და ხელვა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურია, იმიტომ რომ მას პირველად უწევს აი ამ ხელა რაღაცის გამოტანა. როგორია განწყობა პატარა ხარ ჯერ იმისთვის, რომ უკვე ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ისეთ სივრცეში გამოსვლა სცენაზე, როგორც არის ფილარმონია, იმიტომ რომ ეს არის აკადემიური სივრცე და ყავს ყველა სივრცეს თავისი პუბლიკა, რა თქმა უნდა. და ძალიან დიდ სამზადისში ვართ რეპერტუარის მხრივაც ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სიმღერა რომელიც კონკრეტულად კლუბისთვის და ესეც სივრცეში უფრო შესაფერისი ამ შემთხვევაში მოგვეცა იმის ფუფუნება რომ ჩვენი შედარებით უფრო მელანქოლიური სიმღერებიც წარმოვადგინოთ აი ისეთი როდესაც აი დაჯდები და ფიქრებით უბრალოდ შვიდი სიმღერები კი და რა თქმა უნდა იქნება ბევრი სიურპრიზებიც არ დავასახელებთ ვინ მაგრამ გვეყოლებიან
გამოწვეული სტუმრები, მეგობრები, რომლებიც დუეტს შეასრულებენ ჩვენთან. კარგი, ბაბი. ბატონო. როგორ ხარ? გადასარევად. მოკლედ, არ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ემზადება ამ არაჩვეულებრივი კონცერტისთვის. ძალიან გვიხარია, რომ შედგა და მოვისმენთ კიდევ ერთხელ კი არა და ესე პირველად ამ მასშტაბურ თქვენს კონცერტს და მაინტერესებს სიახლეები თუ გექნებათ, ნომრებთან დაკავშირებით და მოვისმენთ ახალ ამბავია ზოგადად სიახლეები, შემადგენლობა, რასაც უყურებს მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ბენს ის იქნება, იმედის ეთერში რასაც ხედავენ ის იქნება სწორედ სცენაზე, თუმცა სიახლე იქნება ის, რასაც ბაკური დაატრიალებს სცენაზე. ჩვენ უბრალოდ ეს რომ ნახეთ ეს ეთერში გაკეთებული, იქ ხდებოდა საგიჟეთ, რო ვერ წარმოგიდგენია, რომ აი აქ მოდესმე დადგები და ბაკურის გამოცდილება აქვს საგიჟეთების მოწყობები და არა მაგრამ აი საკუთარ თავზე რომ გამოცდი კიდე სხვა ამბავია და ერთი სული მაქვს აი იმ საოცრებაში როდის დადგები თან ერთად მოხდეს რაღაცეები და იმედი ჩავატარებ კონცერტს. რეპერტუარი სწორად აღნიშნა თათამ იქნება სპეციალურად შერჩეული, თუმცა ჩვენი იმ ჩვენს ჰიტებს ვერ ავწდებით, რომელიც ხალხს ძალიან უყვარს და არის ძალიან ენერგიული ცაცეკვავს და მიმედი გვაქვს რომ იქ რაღაცნაირად მოახერხებს ცაცეკვებას და დუეტები, ასე ვთქვათ, ეს იქნება ერთგვარი რევერანსი იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ჩვენ დაგვითმეს თამიანთის სიმღერები, იმისათვის რომ მათთვის ახალი ვერსიები და ახალი სიცოცხლე შეგვეძინა და მათაც მოვიწვევთ, იქნება დუეტები, არ დავასახელებ ვინ იქნებიან, ამას უკვე მოსული სტუმრები ნახავენ და მოკლედ ასე ვთქვათ, პირველი ასე ვთქვათ შემაჯამებელი ღონისძიება ღამის შოუს ბენდის ფილარმონიის იმ საგიჟეთამდე, როგორც ბაბი თქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლა რაღაც საოცრებები იქნება სცენაზე. პირველ რიგში შენაკეთებ და მეორე რიგში ხელს გიწყობს ყველაფერი. კი. რომ შენ გააკეთო ის, რაც გინდა, გაშალო ბოლომდე მთელი. ესეთი ბედნიერი ვარ, აი მართლა გეტყვით, რომ რამდენი ღონისძიება შეიძლება ხო გქონდეს გაკეთებული, მაგრამ როდესაც 15 წლიდან გახარ სცენაზე და ამ საქმეს ემსახურები და მე უკვე სცენის ქვემოთ ჩამოდიხარ, გაქვს მუდმივად რაღაცის ფიქრი, რომ აი ნეტა ესე იყოს და აი ხა ამ 30 წლის შემდეგ ჩემს პარტნიორთან ნანიკოსთან ერთად ვსივარ ეთერში და აი ძალიან ბედნიერი ვარ, რითი იცით რომ აი აღინიშნა რომ ფილარმონია არის პირველი სცენა, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიწყებდით ფილარმონიაში ისეთი ღონისძიებები ტარდებოდა, კლავიშის კონკურსები, უბედურებები. გოგით საბაძე გარდაიცვალა ამ სცენაზე, ხალხო არ შეიძლება ესეთი რაღაცები, საოცრებები ხდები და მე ნელ-ნელა მოხდა ესე რომ ფილარმონია გახდა პირველი სცენა. ეს უკვე ძალიან მაგარი რამე არის. ძალიან. მე სულ ვფიქრობდი, რომ არ შეიძლება რომ აი ამ ქვეყანაში შეიქმნას პროექტები და ამ პროექტებმა იმუშაოს ისე როგორც მუშაობს უცხოეთში. მე რა რომ საქართველო, მე რა რომ პატარა, მაინც შეიძლება ჩვენი პატარა შოუ ბიზნესი გქონდეს და 1-2 პროექტის შემდეგ რომელიც გაჩნდა და გარდაიცვალა. უბრალოდ დატოვა ძალიან დიდი სახელი, ძალიან დიდი ისტორია, მაგრამ უბრალოდ ვერ არსება. უცებ გაჩნდა ღამის შოუს ბენდი, რომელიც არის აი ჩემთვის ნამდვილი პროექტი, რომელიც სწორად არის გაწვლილი, სწორად არის გაკეთებული, სწორი მიმართულება აქვს ზუსტად იმ პუბლიკაზე, რომელზეც თვითონ უნდა რომ გავიდეს. მობმული ყავს ეს ძალიან დიდი მასა თაყვანისმცემლების. ეს არის გელას დამსახურება, რომელიც უნიჭიერესია, ანუ მარკეტინგშიც აღმოჩნდა ჩვენი გელა ხუთოსანი. ჩემთვის არის რატო ეხლა ეს საბედნიერო, იმიტომ რომ ესეც ჩემი ნატრა იყო ოდესღაც, რომ აი ეს პროექტები რო არსებობდეს, რომ აი ერთი არის ბენდია, ვიღაცა სოლისტია, თავისი ბენდით მუშაობს, რაღაცები და ეთერები აქვს, რაღაც და მიწევს აი ესეთ პროექტისთვის ესეთი მნიშვნელოვანი კონცერტის გაკეთება, რომელზეც გიფიქრია ამდენი წელი გიოცნებია და ხო, და აი ახლა ყველაფერი ერთად მოხდა, რომ არსებობს ესეთი ფანტასტიკური ბენდი, რომელსაც აქვს თავისი სეგმენტი, თავისი მიმართულება, ზუსტად იცის ვიზე მუშაობს, ზუსტად იცის რას მღერის და ზუსტად იცის როგორ მღერის და საქართველოს ნომერ პირველ სცენაზე აქვს პირველი სოლო კონცერტი. ისეთი გააზრებული, ყველაზე დიდი ზედნიერება ის არის, რომ ეს ყველაფერი მათაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული. იციან სად და რატომ არიან იქ. ძალიან მაგარია. რაც შეეხება რა მოხდება. ამბები მოყევი არ იქნება მშრალი სცენა დარწმუნებული ვარ, დეკორაცია ინტერესებს, დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი დისონანსი იქნება, როდესაც გაიხსნება ფარდა. ანუ არტერში ვიჯდებით ფილარმონიის დარბაზში და სცენაზე ვიქნებით კლუბში. ანუ სცენა იქნება კლუბი და დარბაზი იქნება დარბაზი. იქნება ფილარმონიის დარბაზი. და მე ვცდილობ, რომ ამ კონცერტზე ისე როგორც უცხოეთში
მე მაქვს ნახი კარნეგი ჰოლში როგორც ეკვავენ დარბაზში და მე არ დავტოვე სპეციალურად dance floor-ი უთხარი რომ არ ტოვებ წინ არაფერს თქო იმიტომ რომ მინდა რომ მთელი ფილარმონიის პარტერი გახდეს dance floor-ი თუ ამას მივახცევთ და ჩვენ კადრში აი ეს გვექნება და მაყურებელს ძალიან მთხოვ რომ არავის არ მოერიდოს ფეხზე წამოდგომა საკუთარ ადგილზე და იქ ცეკვა იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რისი მიღწევაც მე მინდა ხო გიცნობ ფილარმონიაში კი რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ არა ვართ ახლა ჯამრთელები ნანიკოდა შენ არა გელა ჩემო საყვარელო კარგი ბიჭი ხო ხარ, კარგად ხო მუშაობ, კარგად ასრულებ, კარგად აკეთებ შენ საქმეს, ბენდი ყავს იდეალურად შეკრული, მაგრამ როგორც ბაკურმა აღნიშნა, მარკეტინგი დღეს არის ალბათ ყველას მართველი. დღეს მთავარ გადაწყვეტილებებს მარკეტოლოგები იღებენ და ისინი გეგმავენ სტრატეგიას. შენ თვითონ, როგორც ბაკურმა თქვა, ეს ისე ააწყვე, რომ არ დაგიხმარებია სხვა არავინ, ხო? შენი თქვენი ეს. არ ვიცი, თავისით გამოვიდა თავისით გამოდის ეგეთი რამე. ასე მარკეტინგულად არ მიდგომიო ამ საკითხს დედას ვიცავარ ვიტყვი ალალად უბრალოდ მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა ჩვენი გუნდისგან ჩვენი შემოქმედების გუნდისგან ხო ღამის შოუს ბიჭებისგან და ზვიოსგან ყველასი რაც მინდოდა ის მეკეთებინა და რა თქმა უნდა გადაცემაც ძალიან გვეხმარება ამაში და რაღაცა ეხა ჩემი ამდენ წლიანი სტუდიური მუშაობის გამოცდილებაც ბევრად დამეხმარა რომ რა როგორ უნდა გამეკეთებინა რომ ყოფილიყო კარგი ვერსია იცი ვერაფერ ვერ გავიხსენე ქართულად ეს სიტყვა თქვენ რასაც აკეთებთ სიმღერას რომ ჩააწერთ და მე რო ასუფთავეთ რა ქვია ამ პროცესს post production-ი ქვია არა კიდე რაღაცა ქვია ერთი კონკრეტული სახელი ხო მასტერინგი მაგრამ მე ცოტა რუსულად ვიცოდი იმიტომ რომ რა ვქნა იმ ეპოქის შვილი ვარ მოდი ცოტა ხანი წარსულში დავბრუნდები, იმიტომ რომ ვინც არ იცის გელა საიდან მოდის და ვინ არის გელა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი ისტორია. არსებობდა ეს შენობა 11 სართულიანი, პირველ სართულზე იყო ტელევიზია მაესტრო, სადაც მე მუშაობდი და მაშინ ქუხთა შოუ ბიზნესი, მაშინ იწერებოდა სიმღერები, მაშინ ძალიან ბევრი რეჟისორი იღებდა ვიდეო კლიპებს და იყო ერთი გელა, რომელიც თავისთვის შეიძდა მე-11-ს და დღეს ვინც კი რამეს აკეთებს შოუ ბიზნესში, დღეს ვინც კი სახელი აქამდე მოიტანა ამდენ წლის განმავლობაში ან აღარაკეთებს და დარჩენილია ინტერნეტში ჩათვალეთ რომ ყველას სიმღერა გელას გაკეთებულია, ყველას ბექში გელა მღერის, ყველას ჰარმონია გელას მიცემულია და ყველაფერი გელას გაკეთებულია. უბრალოდ ის წლების განმავლობაში მუშაობდა ისე რომ ჩვენ მას სცენაზე არ ვხედავდით და მას არ აღვიქვავდით როგორც მუსიკოსს. და დადგა დრო ბოლო-ბოლო გელა გამოანათა. იყო ეს შენი მიზანი თავიდანვე რომ გამოხვიდე იმ შენი ჯიხურიდან. მადლობა ნანიკო ამ მაგარი დროის მაგარი დრო იყო აი ბაკურიდან ეს ისეთი დრო იყო რაღაცნაირად უცბად ჩვენ ქვეყანაში ამ ძალიან ესეთი რთულ დროს უცბად მოევლინა რაღაცა MTV-ს მაგვარი რაღაც ქართული არხი და გამოვანათეთ მოდი ვიტყვი ტურნეებს ატარებდა ხალხი წარმომადგენლები უცბად ყველამ დაიწყოს სიმღერის ჩაწერა უცბად ყველამ დაიწყო ვიდეოების გადაღება მაესტრო ატრიალებდა შემდეგ ერთმანეთში ჰიტ პარადი იყო ერთმანეთში ეჯიბრებოდნენ მე პრეზენტაციები იყო ამ კლიპების და რაღაც ძალიან მაგარი დრო იყო მაგრამ შენ იყავი მაგ დროს ჭირდილში მე რატომღაც იმ დროს ესე მე კომფორტულებოდა რომ მე მუშავა სტუდიურად და არა მე ღამის შოუს ბენდისთვის მაქვს ერთი სიურპრიზი რომელიც ახლა მინდა ვთქვა ჩვენ ძალიან სწორად მივდივართ, სწორად მუშაობთ. ეს კონცერტი სწორად არის დაგეგმილი როგორც მარკეტინგულად, ასევე ფინანსურად და ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა მოხდეს. მაგრამ მე არასოდეს არ შემიძლია რომ ეს ყველაფერი იყოს ისე, როგორც უნდა გქონდეს და ამ კონცერტის შემდეგ მე დავიწყებ ბენდთან ერთად მუშაობას, რომ შევიქმნა სიმღერა რომელზეც გადავიღებ ვიდეო კლიპს, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ვიდეოები ისე ვიყოს. ანუ არა საეთერო ჩანაწერები, არამედ ეს დრო უნდა დავიწყოთ ისევ რა რომ დავიწყოთ და ვინაიდან ესეთი არის. რა კარგია ბაკურმა. თქვენ გექნება ძალიან მაგარი. რა კარგია, როგორ ველოდებ. როგორია სამუშაო? ერთი წამი დავბრუნდეთ, რატომ მოგინდა რომ გამოხვიდე ჯიხურიდან. კაცი რომ ამასტერინგებდი ყველას და ყველაფერს. არ ვიცი, ისე მოხდა რომ შემდეგ ღამის შოუში მივედი, დამიძახეს, დათომ დამიძახა კონკრეტულად ფორშხიძემ, მადლობა მას და იქიდან მე
წამოვედით და დაიწყო ეს ამბავი და აღარ გაჩერდა და მეც აღარ დავბრუნდი სტუდიაში. კაია, ვარსკვლავობა. მოიწონა პროჯექტი გადმოსვლა. კარგია. არა, ძალიან კაია, რა თქმა უნდა. ვერაფერს ხელმოწერა და ვიცი ახლა მე რო ვიცი. ჯვარცოს თუ აწერს. ჩვენი რა უკვე მე ყველაზე კარგი რა არის გაწყვეტინებ, ყველაზე კარგი ის არის და ყველაზე დიდი სიამოვნება არის ის, რომ შენ მუშაობ შენ თავზე. და იმ რესურსს რაც შენ გაქვს, მხოლოდ შენ თავს უთმობ. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. და სხვას მოაკლდა შენი პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, არა მე იცი და არის, აი თუ ყველა თითქმის ხო ჩვენ ხო ახლა ბევრი არა ვარ შოუ ბიზნესის ხალხი ხო და ძალიან საყუდურებენ რომ გავუკეთე, რატო აღარ გვიკეთებ და იქნებ ცოტა დრო გამონახო ჩვენს გავიგეთ, მაგრამ ვეღარ ვასწრებ, მეც კი ვარ ჩაწერილი კიკისთან ერთად. მაინტერესებს ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი 30 რიცხვამდე და ბილეთების საკითხი არის დარჩენილი ბილეთები აღარ არის გადაყიდულია მაყურებელს შეუძლია როგორ შეიძინოს რაკნას არის დარჩენილი ჯერჯერობით არის პატარა რაოდენობა ბილეთების დარჩენილი და შეუძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად მე არ ვიცი შემიძლია თუ არა დავასახელო ეს საიტი ხო თუმცა რეკლამები ტრიადაზე და ყველა მივხვდით რაც შეიძლება ელექტრონულად თავარი არის ორი ადგილია სადაც შეიძლება ელექტრონულად შეიძინო ბილეთი და თავარია რომ არის ცოტა რაოდენობა დარჩენილი რაც შეიძლება რომ ეს ქართული ამბავია ხო იცი ბოლო დღეს რომ მოგეწდებიან ზუსტად ბოლო დღეს ტელეფონებს გამოვთავთ და ჩვენ გვქონდა რეპეტიცია ასე რომ ბენდის მასშტაბი ვიცით და დარწმუნებული ვარ რომ იმ მსმენელმა რომელსაც გიждდება და არ ვიცი ძალიან უყვარხართ უკვე გათვალისწინებული აქვს და შეძენილი აქვს ბილეთი და ზის მშვიდად და აშვაგი გარანტირებულია რა თქმა მეც ესე მგონია რომ გარანტირებულია და ერთი რამ მიხარია ნუ გელას ხო რამდენი წელია ვიცნობ უკვე აღარ შემიძლი ხარ შენს და ეს ორი გოგო რაღაცა მგონია რომ ჩემ ხელში გაიზარდნენ არ ვიცი რატომ აქვს ესეთი განცდა ესეა და ხო ესეა და რა არის ეს ბაკუ რამდენი წელი ვართ ხო და ძალიან მიყვარხართ და მინდა რომ ასე სწორად გააგრძელოთ თქვენს განვითარება ბევრი ბარიერის და ბევრი სტრესის მიუხედავად მიაწექით გოგოებო. მადლობა ძალიან დიდი. 30-ში კიდე მაყურებლებს მიმართავთ. დარჩენილია თუ არა ბილეთები ამ წუთას მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ბაკურმა თქვა, სულ 2 ვებგვერდია, სადაც შეგიძლიათ ელექტრონულად ბილეთები შეიძინოთ, ამ წუთასვე შედით, შეიძინეთ, იმიტომ რომ 30-ში, ნუ ბაკური როცა რეჟისორია, იქ რაღაცა აუცილებლად ხდება და როდესაც ღამე შოუს ბენდი მღერის, იქ აუცილებლად ყველანაც ასე რომ გელოდებით ყველას. გელოდებით დიდი სიყვარულით. ბილეთების საიტზე იყიდება, მიხდებით ალბათ. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო. მადლობა თქვენ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ეს არაჩვეულებრივ საღამოს ჩუქნით ჩვენს ტელემაყურებელს და თქვენს მსმენელს რა თქმა უნდა. კარგი, ჩვენ დავასრულეთ ჩვენი გადაცემა, აუცილებლად დარჩი და უყურეთ ჩვენს ძიმას დღეს 6 საათზე თამაშია და მე დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ. თუ ვერ მოვიგებთ, უკვე ისეთი მოგებული რომ დაეს შეგვერდოს. ზუსტად ანგარიში ნანიკა თქვენ აი რა გონია 3-0 ისევ იყოს ჩემგან 4-0 მე ვიტყოდი ნახავთ ჩვენ შაბათამდე გემშობები და ძიმასთან დარჩით დროებით მადლობა კარგად